ერთი ტაბლეტი დავლიო. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი შუადღის შოუ კვლავ ეთერში დაბრუნდა სარეკლამო ჭრის შემდეგ. დღეს ჩვენ ექიმის რუბრიკაში სტუმრად გვეყოლება ექიმი არჩილ მარშანია, რომელიც მახარას ასწავლის როგორ გადარჩეს ველურ პირობებში. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ისა. რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც პახმელიაზე ვართ? აი, ალბათ ხართ ხოლმე ხშირად თქვენ? არა, არასდროს. არასდროს. აი, რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ? მორალ კვარცხლბეკიდან ნასვამები გელაპარაკებიან. აი. იგი რა. მეგობრო, ჩვენს ეთერში ვიღაც შემოვარდა ტექნიკური. უნდა ვდგეო შენ? მახარ დავაბარტებო წყამები რა. უთხრათ ახლა ვინმეს და გამოგიგზავნა. ეხავს. რა დატეხავს? აჩი სხვანაირად დაждდომა ხო არ გიცდიათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ანუ ფეხების აწევა ხო არის ხოლმე რომ აი რაღაცა 9 საათი ხარ და დაიღალე და ის ჩამოვიდა. სკამი გაასვათ, მინდა ისე დაჯდა ისევ. დიდი ხანია ვიცნობ, თორე ვინმე რო ეგრე დამიჯდეს. ბიჭო, არ შემილია. მართლა არ შემილია სხვანაირად დაჯდომა. ვიცი ახლა ცოტა 18 კაცი შემოვიდა რაღაც გასაუბრებას და ეს დგანან და ეს ადგა ფეხები აწია სკამზე და ეგრე ებაზრება რა. აჩიკო ხო? ყოველთვის ვცდილობ რომ თან კითხო ხოლმე ადამიანს რომ ხო არ არის პრობლემა. აი ჩვენ სტომარსაც კითხე და მაგრამ ვერ დაჯექი ხო? კი. თუ შეიძლება რომ ეს დავიწყო. აუ ბიჭო, აი ასე მიდი მართლა. რას ფიქრობ? აი დომის ასეთ გაზრდილი მეთქი, მაგას ვიძახა. ქუჩაში ხა ესე რო ეკანა ბიჭო. ქუჩაში აი გადი, ქუჩა საჭირო. ქუჩაში ეგრე ვერ. ვერ იზავდა იმ. ამერიკული სტილია რა. კობო. ნუ ახ კობოის ბოტასები ნაკლებად გავს. ამერიკოს მახარას გუშინ ქონდა ესეთი პრობლემა რა. გუშინაც ჩავწერეთ პოდკასტიდან და გუშინ ყოფილიყო არჩილია, იმიტომ რომ გული ტკიოდა ხო მახარ? თუ როგორ გული მე ზოგადად სუნტკივა ამ ყველაფერზე გასწუყურებ, მაგრამ არა, მახარ არის შოუსთვის თავგადადებული ადამიანი და რო გაიგო რომ შენ მოდიოდი გული აიტკივა რომ უფრო კარგად წავაო რა და არა ბიჭო, ნერვოზი როგორ განიკურნოს გადაამოწმა გულფიტის რეანიმაცია ვიცი თუ არა. ნერვოზმა შემომიტია და ეგ მემართება ხოლმე რომ ვითომ გულს მიჭერს რა. გამოუძვერი რა. ფეხებისა ესეთი ცეტური ქანქარი რომელ დაავადებას და რომელ შიზოფრენიულ აშლილობას უნდა მივაწეროთ? ხალი ბაზრობდა ამაზე რაღაც სინდრომი. ხო. რა არის? ეგ. ბიჭო, რა იწევს? თუ რამეს ვაკეთებ არ ვაკეთებ. აი რო ზივარ ვერ ვიტან ჯდომას. აი ვახში ვერ არა ვარ. კალორიებსაც გაწვევინოს. ო სერიოზულად. მაშინ მაგიტო მაგ შეჩი. სუგარჯიში ვარ. კუნთების სპონტია? ვა. აი. გრიჟა მე აღარ ჩამომეწელება. იდია გაიგი? შენი დარტი. ასე რა გვაინტერესებს იცი კიდე. აი სუ ექიმებს ხო ის არის ხოლმე რომ აჯერ მაინტერესებს ბოლოს როდის იყავი დილის გადაცემაში. აუ არ მახსოვს რაც წამოვიდი ამ ტელევიზიებიდან. იმის აღარ ყოფილ. არა, მოვიდა ყერში. უფასო რეცეპტები ტვიდი არ მინდა ძმა, იმის სკეჩი როა რა ქვია. არ მინდა ეს მართლა დავიღალე რა. იქ იმის რეკლამა, აქ ესე დაჯექი, იქ ისე მოანათე იმას ხენი. TikTok-ზე მხვდება ხოლმე შენი ვიდეოები. ხო. ან YouTube-ზეც ვაპირებ ხა ბაკრას. რო გავარეკლამო ჩემი ხარხში. როგორ არა. რაღაც გარკვეული თანხა არის გიორგისთან გადას. რა თქმა უნდა. კონსულტაცია ორჯერ. პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანი. დაიწყობს TikTok-ზე. მე ვიცოდი მირიანისგან რა. მირიანი ვინ არის? ჩაეცი. მირიანი მინდა და გაახსენე და გატარებული დრო. მირიანი. რაღაცა ის. ხორიძე, ბოდიში მირო. კვარი დამავიწყდა შენი. მერე. ხორიძე, სუ ადრე მაგან მითხრა შენზე. შენი ახლობელი ვიწყებს რომ რაღაცას თუ რაღაცაო რა. უი ხო. გამარჯობა, აი გამახსენდა ხო. აი ეხმარები და მე მობმული ხარ თავიდან ბოლომდე. შო, ხა გამახსენდა. თავიდან დაიწყო გიორგი ხო შე? თავიდან მეგონე თავიდან ვიდეო მართლა შარლატანი მეგონე მე კი რაღაცებს იტყუება თქო რა დედას გებცები ხო და მე რო წაუ სერიოზულად უკვე მე ისე ხო რა და თავიდან რაღაცა იქნება სერიოზულად ვიტყუები არა მგონია რა მე მეგონე რომ ეს კაი კიდევ ერთი ადამიანი რომელიც არაფერი არ იცის და უბრალოდ ჭკუას გვასწავლის რა და სხვა ახსენე ეგეთი ვინ არის? ჰა? ეგეთი ვინ არის? აუ ეხა არ მინდა იმ კაცის ხსენება რა ერთი თქვი, თუ გინდა ტუს დავა. ანუ გადამკიდებ ხა კოლეგებს. ტუს დავა, ვიცი. ჩემი დედა ამერიკიდან მოსკეთებს რომ ნუ სვავთ ნაბებო მაგ წამალს. ჩემი დონის არავინ არ ყავს ქართველებს რა.
მე მაგიზიანი და ცუდი მიკროფონი ქონდა ხოლმე და შენი ხმა ცუდად ისმოდა. შევცვალე ხა. არის მის ახლა იმიტომ რომ ყურიდან ლაპარაკობ. მე ხმა იყო მერქი ცუდი რომ ბზუოდა რა და ეხა უკვე ვსო დასტაბილურდა. დასტაბილურდა კი. ეხლა დაჟე კამერებიც ვიყიდე. ოპა. ექიმი არჩილ მარშანია გამოიწერეთ YouTube-ზე. უკვე არსებობს ეგეთი არხი შექმენი? ჯერ არ გადამიღია პოდკასტი, მაგრამ სანამ გაიგე. ეხლა შორტები. პოდკასტი იქნება? ხო. რაზე? ფეხბურთზე. არა. სამედიცინო თემებზე. ძაფრი სამედიცინო თემები იქნება ჩაჭერა. თუ ლაითად, აი მაგალითად რა ხდება საავადმყოფოებში. არა, სამედიცინო თემები просто დაავადებები და ისე. ეს პოდკასტი დაიდება 20 ნოემბერს. მანამდე ხო არ აპირებ დადებას? რა უშუალო ხალხი არსებობს და შეიძლება გამოიწეროს. მანამდე არ ვიცი თუ მოვასწარი. მაგრამ შორტებს ვტირთავ ეხლა და არის რაღაც აქტიობა არის. რატომ მოგინდა რომ YouTube-ზე დაიწყო ეგ ამბავი? აი ეს იმისი არ იყოს რა, მოვიდა ტელში. ტელში. ისე დაჯექი, ისე განათე და ჩემ ხოშზე ვიქნები ყველაფერს გავაკეთებ, ჩემ ტრენინგ ცენტრში გადავიღებ, ჩემი კამერით მევე და რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ, რასაც მინდა ესე ჩავიცე. აი აჩიკო როგორ ეგრე დავждები, ამოვიდა ეს. არა, ეგრე არ გინდა ხმაინდა მაგას. ნუ დაკარგავ გამომწევ. მაგრამ ჩემთვის საინტერესო კონტენტი არის აი სტერეოტიპების დანგრევა. სტერეოტიპები რა ადრე ხო არსებობს ძმრიანი ნასკები, შუბლზე ისა, კომბოსტოს ფოთლები. აი, რამდენიმე დაგვინგრიე რა, მე მაგრამ აინტერესებს ხოლმე, აი რამე ისეთი რაც ვიცით, რომ აი ყვილა, ნახვი. სუპიჭა, აი ბიჭო, ეხა ბავშვებიც გიყურებენ. არ არის აუცილებელი. რომ ისა, სუდათ არ გახდეთ რა, აი დღემდე გამოგრო, კვირაში სუპი თუ არ შევჭამე, მგონია რომ პატრონი რაღაცა ორგანიზმში ну адекватურად თუ იკვებები ან შენ ამ ბავშვი სითხეს თუ იღებ ხილბოსტანს თუ ჭამს და ხორცს თუ ჭამს არ არის აუცილებელი რომ ერთად ჭამოს მოხარშული კარტოფილის სუპი რატო არის კაი და უბრალოდ პირიქით მე როგორც ვიცი არ არის კაი იმიტომ რომ ვიტამინები და რა ასე შემდეგ იმბოსტნეოს პროდუქტი ცოტა კარგავს ზოგ მაგალითად ბროკოლზე პირიქით არის თუ ცოტა მოთუშა უკეთესია მაგრამ ახლა სუის გადასაყრელი არ ხდება მაგრამ ну კორჭე აუცილებელი არის ეხა მოიცა ერთი წამი. რა? ანუ რა კუთხით გემოზე გადავედით თუ სასარგებლოების ინდექსზე ვლაპარაკობთ? სასარგებლო რანაირად შეიძლება ბორში იყოს. კომბოსტოებია ძალიან ბევრი მოხარშული. ყველაფერს აღარ გაძლევს. რატო არ გაძლევს კაცო, მაგრამ თან გემრიელია რა, მე მიყვარს ბორში. არაჟანს რო ჩააწუწებ შიგნით და რა, ძალიან მაგარია ბორში. უკრაინაში ლობიოსაც უშვებიან სხვათა შორის. არაჟანს? არა, ბორშს. მართლა ბორში უკრაინაში ვიყავი და ლობიოს უშვებიან ბორშს? კიური კატლეტი ჩვენ ბევრად გემრიელი გვაქვს, ვიდრე მე უკრაინაში ვჭამე. ალბათ ყველგან. შენ ჩერნობილში იყავი ახლა და გენმოდიფიცირებული იქნებოდა იქ. ხინკალი ვჭამე კიდე. იქა? ხო. იქ რატო ჭამე? უცხო ქვეყანაში ხინკალი როცა ცრემლი მომდის ხოლმე რა არა მაგარი. ბორშიც ვაფშე სხვანაირი იყო. მე რასაც მაჭვედა. ბორში ხორციანი მიყვარს ოღონდ. ხო ისე უხორცოა. დიდერების ბორში დიდი და ხორციანი ბორში. ისე სხვათა შორის რო ჩახვალ იქ საზღვარგარეთ რომ მე სუხო დავდივარ და ტიპები მithumedes ქართულად თუ ხდება იქ რა იმას გონია რომ აი რო ჩახვალ ხო პატივის ცემა რომ და ქართულ რესტორანში მიყავ არ მინდა ეს ქართული რესტორანი ეხა მოვედი თან იმასაც რო უხარია და გულით პატიებს ისეს ვერ ეუნებ ხო და კაი წამოთ მექსიკაში იყო ხინკალი იქ სადღაც იყო ვიდეო ხდება ხო მექსიკაში მე სულ დავდივარ რა ეგიდით და იქ მუშაობ ექიმად ბრიტანულ კომპანიაში აქ ლექციებს ვკითხულობ ჩემ ტრენინგ ცენტრში და თან და პოდკასტებში დავთვალ. აი რითი გამოარჩევდი მექსიკურ დაავადებებს ქართული დაავადებებისგან? იქ რაღაც საინტერესო ისინი არის, მაგალითად საინტერესო სახელები აქვს, მაგალითად ჩიკუნგუნიას ცხელება. აი ჩვენ ხო გაცნობულები ვართ იქ რა დაავადება აქვს სუფაღარათი და კოვიდის გამო. არა გაცება ხო ყველგან არის რა საერთაშორისო პრობლემა. მე გავცვლიდი თუ ენახევარში ორჯერ. და აჩი მე ვირჩია რომ 10-ზე უნდა აუ არჩი 10 დაირჩეო ეს წამი აი ხა გასცემ ყველა კითხვას პასუხს რა მე ვარ ისა ანტივაქსი გამომცერით ვარ მე გამომცერით ხო იმ კამერა რომელაც რაზე ამ ავიცერითო და გამომცერითო უკან როგორ ხდება აჩიკო იძახშო ზამთარში რაღაცა აცრები რო არის მე არ ვენდობი რატომღაც შეიძლება ჩემი მინუსია მაგრამ ჩინელ ხელოსანებს ხო ენდობი მანქანა რომ იყავს ხოლმე ჩინელ ხელოსანებს ვენდობი აკეთები ქართულ მედიცინას ჩვენ კი არ ვაკეთებ არა სხვა ამას აი საექიმო იმას სფეროს ხო
არ ვენდობ, იმიტომ რომ მაინც შიშები მაქვს. მგონია რომ მოწოდება ინფორმაციის რაღაცები სწორედ არ ხდება რა. ათ შეიძახეს რომ ზამთარში ავიცერი რომ რაღაცაც რა გაციებისა. სეზონური გრიპისაც. სეზონური გრიპისაც რა. ზამთარში თუ შემოდგა. ეხა პერიოდში და მთელი ზამთარიო გადავაგრეო. თუმცა იჟღლინტება ხოლმე. არა, მე ვიტყვი რა. შარშან ავიცერი ამ პერიოდში დაახლოებით და ზუსტად 1 წლის განმავლობაში არ გამკარებია არაფერი. არც გაციება, არც ვაფშე არაფერი რა. როგორც კი 1 წელი გავიდა, ეხა ცოტა ხნის წინ 1 კვირა იყო გადაცდენილი და აი გავცივდი 1 კვირა ჩაწერილი ვიყავი და ჩაწერილი ვიყავი ეხა ცაცრაზე. მაგის მერე მოკლედ გადავიარე, გამოვჯამრთალდი, ავიცერი და ეხა აი მგონია რომ ხელშეუხებელი ვარ. არ კიდე 1 წელი არაფერი არ მომივა რა. ხო, ეგ როგორ არის? ძირითადად გიცავს გართულებებისგან. შეიძლება მაინც დაგემართოს გრიპი. მაგრამ გართულებებს ამცირებს და ნუ ყოველ წელს ახან ახალი არის, просто ეფექტურობა სხვადასხვა აქვს. შეიძლება 30% იყოს ერთ წელს, შეიძლება ერთ წელს 70 იყოს და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ რა პრინციპით კეთდება, იცი, რომ აი ნახევარ ჩრდილოეთ ნახევარსფერო რო აიყო და ქვემოთ იმის დედამიწის. იქ რო დაიწყებს ვირუსები გავრცელებას, თქვა სხვადასხვა სამეცნიერო იმებს, რა ქვია, ინსტიტუტებს აქვს თავისი ლოკაციები და აგროვებენ ამ სამფლებს, ნიმუშებს. და მე ამას სწავლობენ და ვარაუდობენ, რომელს აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს პანდემია და ეპიდემია რა, რომ გავრცელდეს სწრაფად. იმ საუკეთესო ვარაუდით, რომელიც აიღებენ და გაამრავლებენ ამ ვირუსებს, მოკლავენ და ჩადებენ იმაში რა. მახარ არენდობ. ხო და ეფექტური ხო არის აშკარად. ეფექტური არის, თუმცა ყოველწლიურად შეიძლება განსხვავდებოდეს ეფექტურობა. მაგრამ თავარი მუღამი მაგის არის, რომ გართულება არ წარმოვიდეს რა. ხო, ანუ ერთი დღე შეიძლება ცოტა რაღაცნაირად ვარ, მაგრამ ეგრევე მე ვიხდები და ხო იწევს. მოწევა კი? სიგარეტის მოწევა. აი თო რაც აცრა გაიკეთა, რაღაც წვრილი ხვით ლაპარაკი. არ იწევს არა. და ესე იგი ხალხს მე მართლა ყველას ურჩევ რა, მართლა ვისაც აი ამის შევასაძლებ. ხო და აი ეხა მინდა რომ ვკითხო რა. ანუ ეს ხეთის ნიშანი, ანუ ყველას ურჩევ რომ დაიწყას. კომპეტენტურ ადამიანს მინდა ვკითხო რომ შეიძლება შორიდან აქვს ანახი და შენ ადამიანს ის რომელსაც შეუძლია ურჩევს. შენ რატო იღებ შენ თავზე? იკითხა ჯერ და ამერიკაში შეჭება და იქიდან გველაპარაკე შენი კარგი კომპეტენტურ ადამიანს მინდა ვკითხო რომ სწორად ვიქცევი თუ არა რომ ყველას ურჩევ, იმიტომ რომ ჩემი პირადი გამოცდილებით მაგრა იმუშავე. კი, სწორად ურჩევ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. არჩევის არასწორია ამ ეტაპზე. რატო გონია რომ არჩევის მამაგვერდია და ყველაფერს სწორად იძახ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ქრონიკული დაავადებებისაც აქვს იმათთვის რა, რომ გართულებებით ეხა ეს არ ისმის ხოლმე ან ყურადღებას არ ვაქცევთ, თორე ყოველწლიურად მარტო საქართველოში ათეულობით ადამიანი იღუპება იმის გრიპის გართულებებით რა. მე პნევმონიაში გადავა, მე შეიძლება რეანიმაციაში მოხდეს ის და ეს მოწყვლადი ასე ვთქვათ თემი არის ორსულები, იმიტომ რომ იმუნური პასუხი კარგი არა აქვს ბავშვები თავისთავად და ნუ მოხუცები და ქრონიკული დაავადება. მაგათთვის არის პირველი. ესეთი მუცელებისაც აქვს აი მახარასტაერი. მუცელს ვერ უშველეს მაგრამ. ანუ ბავშვებისთვის შეიძლება რაც გაუკეთო. არ თუ შეიძლება მაგათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველად თუ იკეთებს და 9 წლამდე არის ბავშვი, პირველი გაკეთება 2 დოზა ჭირდება და მე ჩვეულებრივად ყოველწლიურად თითოეულ. მახარა ჩაფიქრდა ეხა. არა ვიცი და ხეთის ნიშანი? ხეთის ნიშანი? რატო? ხეთზე რამდენ გაკეთებაში ჩრდება ეს თუ გაქვთ ეს პასუხი ამას? აი პირველი გაკეთებაზე ხეთის ნიშანია თუ? აი აცრა, მაგ გაკეთებული ყვითელი ყვავილის აცრა. ყვითელი ყვავილის. აფრიკაში მოვიდეს იქ დამარჯესო. და იმას ელდობდი. ყვითელი ცხელება, ხო, ყვავილი. იმას ენდიანო. ბიჭო, ვენდერა იქაც ტვინი ეს უნდა გაიგე. ეგ აუცილებელი იყო. არა, არ შეგიშვებენ მაგის გარეშე. ნუ შენსაც არ იყავ ჯერშვები, მაგრამ არაფერი, ანუ ბიჭო, ინდოეთში შემოდიხარ იქ არ გჭირდება არაფერსაც რა, ხო? ჯობათ გიშვებენ. და იქ უფრო მეტი რისკია რა მოგივიდეს, ალბათ ვიდრე აფრიკაში რა. კომპეტენტურ სტომარს ვკითხოთო აჩისეუნება და შენ ხა დასკვნებზე ხა ინდოეთში სხვათა შორის იქ არის რაღაცა სპეციალური ბაქტერიები, რომლებიც იდი ნახვი გეუბნები შეჭმა აი ბიჭო, ანუ როცა მეცნიერულ საუბარში ვართ შესულები, მაგრამ იდი ნახვი არ არის ეს კარგი გამოსავალი. ეს მომიშელი ყვავილი იყო მაგრამ. ყვითელი ყვავილი. ყვითელი ყვავილები იყინელი. წაისვა ეგ. მიიყურა. ის ყვითელი ფურცელი იყო რაც მომწეს და ეთყო მოდიდან ეგ არის, მთელი ცხოვრება მუშაობს, აღარ დაგჭირდება სხვათაშ. ანუ აფრიკაში იგლეთ ახლა. შე გადახვიდე საცხოვრებელში. ჟანგის აცრას როდის იკეთებენ? ტეტანუსი არის? აი, სხვათაშორის ეგეც მითი არის. აი, ჟანგიანი ლურსმანი შემერჭოდა ტეტანუსი ამცრესო რა. იქ ჟანგი კი არა მთავარი მუღამი. აბა. ლურსმანი რო შეეგერჭოდა ჩხლეტავი ხასიათის ჭრილობა, რისკი და არა ჟანგი, თორე ჟანგს და ტეტანუსს შორის აფერი ის არ არის. მართლა? ხო, მაშინ.
ეგრე შეიძლება დანითაც გაიჭრა და ხო რა თქმა უნდა. ანუ რისკი მაღალი არის, როცა მჩხვლეტავი ხასიათის არის, მიწით არის დაბინძურებული და განავლოვანი მასებით. ტეტანუსის რისკი არის ყველაზე მაღალი, მაგრამ ჟანგი ვაფშე არაფერში პროცესს შეეტენა რა. ჩემი ბოლტები, ბიჭო, საცხალი ბოლტები, რის გამო დაჩაგდეს? ბავშვობაში არ აკეთებენ თუ მე? არა, ნუ იმას შეჩედის და მე თუ რაღაც ჭრილობაა, მე აკეთებ, გააჩნია თუ დაბინძურებული. მოკლედ თავისი ჩვენებები აქვს რა, რომ ნახავ ჭრილობას, თუ არის საჭირო ტეტანუსი, იცრები რა. ეხლა არა, ერთ კიდე მაინტერესებს ძაღლის ნაკმენზე დალევა. აუ, ეგ ყველაზე მაგარი მითი არის. ანუ საიდან სოლების გავრცელებული მითი? მართლა სოლები და თავისი რაღაც თეორიები არის რატო გავრცელდა, მაგრამ ვაფშე არაფერ შოე გარჩე ეს. აცრა და ალკოჰოლი ერთმანეთთან არაფერ შოეში არ არის. მაგრამ მე ისა რომ აბა დავლიო და არ უნდა დალიო და დალევა ცუდი არის 10-ით და 10-ის გარეშე. просто ერთმანეთთან კავშირში არ არის რა. ეხლა თეორიულად შეიძლება მე ის არის რა ეს ჩაკითხვა თან განსაკუთრებით სტუდენტებთან მაქვს ხოლმე ისა მაგათ ევასებათ ჩაკითხვა მაგალითად აი უცხო სხეული თუ ნახე ჭრილობას აი დანა თუ არის ჩარჭობილი ის არ უნდა ამოიღო და უნდა დატოვო და აფიქსირო და წაიყვანო და ეს გიყურებს და აქ ჰაიჭობილიო გეტყვის აი აქ თუა ჩარჭობილი კაი გამოიღე რა მაგრამ ის არის რა გია მაცრაზე ეს აბა დალევა შეიძლება კარგია არა არ არის კარგი ანუ თეორიულად მაინც შეიძლება ხო აი თეორიულად შეიძლება რომ რაღაცა ის იყოს აი მაგალითად 10-ის კაბინეტში თუ დაიწყებ დალევას და ყოველ დღე 1 თვის განმავლობაში თვრალი იქნები ეხა იმუნურ პასუხზე შეიძლება იმოქმედოს ამან და რაღაც თეორიულად მაგრამ ისე არაფერ შუაში არ არის აი არსად არავინ მაგ რეკომენდაციას არ გაცევს სოფლიოში რომ 6 თვე არ დალიო 5 თვე თუ რაღაც ზოგი რასეუნება არ დაიბანო ის მაცრაზე ძალიან ხშირია რა ერთხელ მეც მითხეს რომ სადაც ავიცე და ვერ მიცნო და სამი დღე არ დაიბანო და მეთქი კაი არ დაიბანო და არ დაბანა მოდი საიდან აი ეს ყვავილი რაც ახსენე ხა შენ ყვითელი ცხელება და თვითონ ყვავილი დაავადება ერთმანეთში აურია რა მაგრამ სხვა დაავადება ეს ყვავილი არის ერთადერთი ინფექციური დაავადება რომელიც ველურ ბუნებაში აღარ არსებობს იმიტომ რომ ვაქცინებით აღმოიფხრო და შერვაგჯერა ყვავილის აცრა თავის დროზე ესე კლასიკური გაგებით აცრა კი არ იყო ნემს კი არ აკეთებდნენ ესეთი ორკაპი იყო ამ აცრაში ჩააწოვდნენ და ესე ხულიტავდნენ იმას რა გიჩხულიტავდნენ ხო და ეხა ფაქტობრივად ჭრილობა იყო რა და იმას მე ფარავდნენ და პროსტა ეუნებოდნენ რომ რაღაცა არ მოხდეს და აი ეგ არის გადმოტანილი თანამედროვე საიდან მოყოლული მე ეხაც მითხრეს ეხა ორი კვირის წინა ვიცი და ეხაც მითხრეს რომ საღამომდე არ დაიბანა ხო კი დღემდე არის ეგ გავრცელებული სამწუხაროდ სამედიცინო იმაშიც რა საზოგადოება არ დაიბანო არ დაალიო არაფერში არ არის რა დაბანა კაია ზოგადად დავიბანთ მაგიტო არ ბანა კიდე რასე უნდა კვერცხი დიეტას რო უნიშნავენ ხოლმე არათუ უნიშნავენ თან და ფურცლებიც კი მაქვს რა ზოგი დაბეჭდილი აქვს ამ სამედიცინო დაწესებულებებს და ცოფზე რო აიცრები გაძლევს რომ ეს დიეტა უნდა დაიცვა რაღაცა 4 კვირა და წერე ყავა არ დალიო მზეზე არ გახვიდე ვაფშე ეგეთ რაღაც ბუნებაში არ არსებობს პროსტა შლაკები ვით არის რა აუ მე როგორ მიყვარს შეჩი ემენა შლაკები რო გამოდის აი ვისაც არ უნდა უთხრა რომ შლაკებისგან ორგანიზმის გაწმენდა კარგია, ყველა გეტყვის რომ კაია. მაგრამ რო კითხო რომ შლაკები რა არის? არავინ არ იცის რა არის შლაკები. და რეალურად იცი ხო გააქვს შენ მოგონილი სიტყვა არის, ხო იცი? ხო, მარკეტინგული ხალხი. ხო, მე ძალიან მევასებია, აი, რამეს რო ვიზახო, აი, შლაკებისგან თუ დავიცა, ხო და შევიდოს რო უყურე. ბიჭო, აი, შლაკების გამოდევნა ძირითადად როგორ ხდება ხოლმე? საუნა თუ პირდაპირ პროპორციულია იმასთან რომ მე ცოტა უნდობლობა მქონდეს ქართული სამედიცინო სფეროს მიმართ რა. იმიტომ რომ შლაკები ექიმი რომ მე ბევრჯერ მაქვს გაგონი რომ ჩემთვის ვთქვამს რომ აი დედაჩემისთვის ვთქვამს რომ ბავშვი ვიყავი მიყავდი აი ეს ნალევი და შლაკებს იმას უგამოვიდა. დეტოქსი. და ეს შლაკის გამოტანა ჩემთვის იყო ხოლმე იმასთან რა მოკლედ სხვა რაღაცასთან ასოცირდებოდა ეს და ვაქცინაციის შემთხვევაში ობიექტური რისკი რისი არის? აი საშიში რა არის მაგ? აი ობიექტურად რა შეიძლება იყოს? ობიექტურად ყველაზე მაღალი რისკი რაც შეიძლება იყოს, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია. მაგრამ ანაფილაქსიური რეაქცია არის ძალიან იშვიათი. აი სამედიცინო პროცედურები რო აიღო და მედიკამენტები ყველაზე იშვიათი ანაფილაქსია ვითარდება ვაქცინაზე.
აი მაგალითად პენიცილინზე 10000-დან 1-ია ალბათობა რა. მეხისდაცემის შანსი რომ მეხისდაცებით მოკვდეს ადამიანი არის 500,000-დან 1. და ვაქცინაზე ანაფილაქსია ფიქსირდება მილიონში 1. წარმოგიდგენთ, ანუ თეორიულადაც კი ისეთი დაბალი შანსია, რომ მაგრამ ეხლა არსებობს. ეს არის ყველაზე საშიში გართულება. დანარჩენი არის როგორც წესი ადგილობრივი ეხლა თუ ცოტა არასწორად გააკეთეს ტკივილი, ნევრალგია და რაღაცა ეგეთები რა. ისე სერიოზული არაფერი. არაფერი სერიოზული არ. ბიჭო, აი ვაქცინა უნდა შევიყვაროთ. ჩემს მას როგორ ისწავლიდა გული იცი ვაქცინის გაკეთების მერე? რა? ეს კორონას დროს. ხო, მართლა. რა შებოდა? კი, გული წავიდა. შემთხვევების კი. მაგ დროს იმდენად ის იყო, აი შეიძლება სასაცილო ჟღერდეს, მაგრამ მაგ დროს ავსწავლობდით ისი ექიმები დიფერენციალური დიაგნოსტიკა ნიშნავს, რომ ერთი დაავადება მეორეში არ შეგეშალოს რა. ანაფილაქსიის და ვაქცინაციასთან ასოცირებული შფოთვითი აშლილობის იმდენად ის იყო ეს ინფორმაცია ხოლმე ხარ აი რა ჩიპავენ და 5G და რა მილიონ რაღაცები იყო ანუ ყველასთვის რაღაცა თავისი ის იყო რა იმას რაღაცა ის დაგემართება ამას დაგემართება იმდენი ის იყო რომ ტიპებს ეშინოდათ რა ამისი რა მე ის ერთი 7 თუ 8 რეაქცია იყო ეგეთ. ანაფილაქსია მეგონი. რო გაიკეთა ელოდებოდა ცოტა ხანი ხონდა გაჩერდა იქ რაღაცა ეს მითიარი თუ არა არ ვიცი მაგრამ. ფაიზერი ხო ტოპი იყო. პროსტა მაგიტო და გამოიგონეთ რა საჭირო არ იყო. ამერიკაში გავიდით იმაში ვიკეთებდით კაცო. 15-20 წუთი რა ანუ მისაღებში იყო და მის წავიდა ეგრევე რაღაცა და მოსასულელებელი არა უცებ ეგრევე მოვიდა აზზე მაგრამ ნუ ის მოვიდა რა. მე ზოგადად აი არ მომწონს რა თან უფრო რომ ამ ევროპულ და ამერიკულ იმებში მაქვს შეხება ყველა კი რაღაცა მეღადავება ხო დიდი ხანია წახვედი და რაღაც მაგრამ ბიჭო აი ესეთი რაღაცეები პირიქით კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს რა აი მაგალითად ეგ მოცდითი ისა რა იმიტომ შემოიღეს რომ ამ ხალხს ძალიან ეშინია და მოდი ჯანდაბას დავტო არ ჭირდება მაგრამ მოდი დავწვა და დაველოდოთ რა მაგრამ ეს მე კიდე უფრო რაღაცა მისტიურს ხდის ამ პროცედურას რა და ნემს სიკეთებ რა და არაფერი არ არის რა და აი ეს უნდა დაველოდო და მე გეკითხება აი დაბანა შეიძლება ყავა დავლიო მზეზე გავიდე რა ჩაკუზვა შეიძლება აცრაზე რომ ჩავეწერეთ ცალკე ოთახი იყო მოლოდინის ბოძი კი რო შევედი ავიცერი ამ რაღაც ჩინური თუ ის აქეთ გადაბრძანდი რო შევედი აი ეს თეატრის ეს კამები ესე იდგა სიმაღლეზე და სავსე იყო და მეც დავჭექი და ეს და ნენელა ის ანუ რაღაც დროის მერე 5 წუთს გადიოდნენ რა გავიდა დრო ხო ჩემი მეთქი რა ხდება და გერმანიაში რო ვიყავით მე ფაიზერი აქ ბრძოლები რო იყო მე მაგრამ კიდე ახლა რა 10 რა საჭირო აიცედი ანუ არავისი არ მჯერა გარდა მსოფლიო რა ლაპარაკო საჭირო ესე საჭიროა რა რომ ჩიპავდნენ ესე იგი საჭიროა ის დაშიპა იმიტომ რომ რაღაც ხდება და ეს დიდი შენობა გახსოვს ფაიზერი რო ეწერა რა პირველად ეს ფაიზერი ვიცი ფოტოებით რაღაც და ძალიან ეს დიდი შენობა იყო ფაიზერი და ისეთი ბედნიერი ვიყავი რაც გავიჩხირე იქ ეწერა რა აუ მეთქი აქ ეხტყვილო ხო რა აშენებდნენ შენც იყავი იქ რო იცოდე სად ფაიზერში სადაც იქ ფაიზერი ეწერა ფეხით რომ ამაგაბატარა იქ ეწერა ზუსტად ფაიზერი არ მახსოვს აი იმიტომ რომ აიცერი რაღაცა ჩინური არა ფაიზერით ავიცერი ფაიზერით აიცერი არა მე სხვა არამეს ვერ ვენდობი ხა ფიზიკურად არა სეზონურ გრუზებს ჩაეწერე გრიპზე ბიჭო ორჯერ გადავიტანე უკვე რაღა უნდა მივიდეს ხა არ არის ეგრე მაინც რა პაპა ჩემი ბაზრობ შეჭემა რაღა უნდა მოვიდეს მაშინ დაგაწყო ზუსტად ვირუსი ისე არა არ მაქვს დრო ის ვიდამზიაცილი ხარ არა ყველაზე მნიშვნელოვანია მაგაზე არის აი მაგაზეც რაღაც სასწაული ხდება და ბარემ წადი და აიცერით რა იმიტომ რომ B ჰეპატიტის რა ანუ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს რასაც ვეძახით რეალურად ერთ-ერთი არის პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და B ჰეპატიტის რა იმიტომ რომ ძალიან დიდი წილი ღვიძლის კიბო და ციროზი დაკავშირებულია B ჰეპატიტის ქრონიკულ ინფექციასთან ხო და 3 დოზა გინდა რა და აიცრებ ჩვეულებრივად და ანუ კიბოს ფაქტიურად რამდენადაც იცავს ვიცი რომ კიბოს პრევენციასაც აკეთებს რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუ B ჰეპატიტთან არის ასოცირებული კიბო და B ჰეპატიტი არ დაგემართება კიბოს არ დაგემართება ხო B ჰეპატიტისგან ხო გიცავ და კიდე არის დელტა ჰეპატიტი არის ეგეთი რომელიც მარტო B ჰეპატიტი ვისაც აქვს მარტო იმათ უმთავრდება ფაქტიურად იმისგანაც გიცავს ვა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ასე ფასიანია თუ უფასოა აუ არ ვიცი მაგრამ მე მგონი უფასოა რა სეზონური გრიპის უფასო იყო მე რაც გავიგეთ ეგ არ ვიცი C ჰეპატიტზე არ არის მაგრამ ძალიან ის არის ხოლმე რა საინტერესო მაგაზე დაკვირვება აი C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები რო შემოვიდა ეხლა ჩვენთან ხო ელიმინაციის პროგრამა არის
ეს medicament-ები ღირს სადღაც 90-100,000 დოლარის ფარგლებში ხდება ერთი კურსი. და სანამ ეს medicament-ები გაჩნდებოდა აქ, მანამდე რაღაც ხალხი სახლს კიტყიდიდა და იმის წინათაობის პრეპარატებზე მიდიოდნენ 40-45,000 სიხნი რაღაც. ეს შემოვიდა ლუჯო. კაროჩ ხალხს ვეხვეწები თუ წადი იმკურნალე რა. ეს დეზინფორმაციას აი ეგეთი ისა. ვა, ბიჭო, რა სტრანი. აი სასწაული ისა ამ პროგრამა, ეს პროგრამა დავიცე. უნდა ავიცრა ეხლა. უნდა აიცრა გვეჭველი. და პაპილომა ვირუსზე. ანუ ახლა პაპილომა ვირუსი შენთვის ცოტა უგვიანია, მაგრამ ხო თუ აიცრები შენ ეს. დაგვიანებული. მაგრამ ბავშვი შვილი ხო ყავს შენ პატარა. 10 წელი ვეჭვი, მაგრამ ნუ ბიჭებზე ფასიანი გვიწევს. მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია გოგოებისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინფექცია პრევენციას აკეთებს. მაგრამ ბიჭებშიც მნიშვნელოვანია რა, კიბოს პრევენცია დაქვიანებული. ჰა? იმიტომ რომ აი სქესობრივი ცხოვრება ვისაც აქვს დაწყებული ჩათვალე რომ გაქვს ერთი პაპილომა ვირუსი მაინც გექნება ყველა უკვე გააქვს და მაგიტო. აი იმას არ ექნება. გაიგეთ შეჩევა. გაიგე? აი ექიმის თუ მეტყვის. იმასაც ხარ შევეხოთ მუნის ეპიდემია რო გვაქვს ხა. არაფერი ეპიდემია არ არის, პროსტა რაღაც 1-2 დაფიქსირდა და მაგაზე ატყდა ამბავი პროსტა ეგ. აი ესეთი სირები, აი ბიჭო მე მომეშვა. ეპიდემიაზე. დედი არო დაიწყო. ხალხო, მუნი მოედო თელ საქართველოს. ბიჭო პანიკაში იყო ნახევარი თბილისი ყოველთვის. მე მეზარებოდა ბავშვის სკოლის გაშვება და მეთქი ოპა დედამის ხოვნა მეთქი მუნი დაიჩიტა თქო. ოღონდ ლოკალური ის იყო ჩემი პროპაგანდა იყო ჩემი რა. სახსარ გაცემი რა. მეთქი მუნი მარიამ ბავშვი ბიჭო ორი ბავშვი არ გაუშვათ და რა. ეს დარჩა მეთქი მამა მუნია და შენ გეზარებოდა ბავშვის სკოლას გაშვება. დილით აბა 9 საათზე რა გაუმზადი. ხო ისე 7-ზე დგები თუ რაღაც. გავიგე მაგრამ იყო დღე მამლის ყივილს ვაასწრებ გაგვიძებას და მე მედიტაციები. მაგალითად დავესწარი. შეესწარი. ამ ბატონო ხარ ვისაუბროთ ახალგაზრდობაში რაც არის ეხა ეს უძილობა რაც იწვევს 1000 რასაც უხებს ხემებს გეკითხა მე მგონი. არა მე გამოვასწორე ცოტა ასეთი მაგრამ ტიპები არიან დანერვოზებული ახლა რა გვეშველება უძილობა დანაცვდი ამბავია ხო უნდა ზოგადად გააჩნია ეს ნერვიული ახალგაზრდობა როგორ ქვეყანაში დამშვიდეს მდგომარეობა. აი ბიჭო ამ ქვეყანაში მდგომარეობას ისედაც ნერვიული სიტუაციაა თქო რა. იქამდე შედურად ვიყავი რავი ანუ არ არა ბიჭო აი ძალიან დიდი აგრესია არის რა просто აი ხო ხდები რომ ვიღაცებს რო აი აქვს რაღაც აი ნერვიული ისინი რა. ვარდიშო გარდა ამის გარდა არც გეტყვი ჩემ არის. რაში ვარდიშო? დილით ავდგები. დაიწყე და რას დილით ავდგები. ეს ავოკადო ტუნა გავიჩხერ იმენა. ეს არის ვარჯიში. ცილებს მივიღებ. ღამის 4 საათი მანქანაში. ტუნას კონსერვები გაქვს ნაყიდი? აბა. წყალში ზეჩი არ იყიდო, ზეჩი ნაგავი. ტუნას კონსერვი რამდენად კაი არის, ანუ კონსერვი რა, ბიჭო ეს ის კილკა ხო არ არის შეჩემა, სხვანაირი კონსერვები, აი ღირუსული კონსერვი. მეც მაგ კონსერვს ყიდულობ ხოლმე და რამდენად კარგი ვიღაცება დაწერეს რომ ეს არისო, ცუდიაო და. მე რავი, ტუნაა და 12 წელს აძლევ. აი ამ ხელა და ცუდი რატო უნდა იყოს? შიგნით ამას რეზინია, რეზინი რა, სპეციალური სილიკონია გამოკრული რა. მართლა გეუბნები. რო რკინასთან არ შევიდეს რეაქციაში. არა, ბიჭო, მე რა მაინტერესებს. მალაკოს რო გახსნიდი ბავშვობაში, რკინის გემო ხო ქონდა. აი რომ მოფხიკავდი იმას ქონდა იქ იმას მინდა რკინას რო ლოკავდით მაგიტო კი არის იმოხტებოდა იმას ლოღნიდით და იმიტომ კი ეხლა ტუნაზე გაიცინე ამ ტუნას შიგნიდან გამოკრული აქვს რაღაცა რა თეთრი რეზინი აი სილიკონივით რაღაცა შიგნით და იმაშია მოთავსებული არ ვიცი ბიჭო მახარ შეკითხვა რა დაუსვის ტუმარს მე მგონი პასუხსცემ და ვარჯიში იყო ხო ერთ-ერთი გამოსავალი უძილობის პირველი არის რეჟიმის მოწესრიგება რა რეჟიმი ანუ თუ არ ვარჯიშობ ღამის გვიან წვები რაღაცებს აკეთებ ეწევი სკროლავ ბევრს ისის ჯერ ეგ უნდა ჩვენთან რა არ უყვართ იცი რომ აი სადაც წამალზე მიხვალ ნებისმიერ შემთხვევაში ხო ნორმალური სამედიცინო ასე ვთქვათ სისტემა პირველ რიგში გეუბნება ცხოვრების წესის შეცვლას ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა მაგრამ ჩვენთან საქართველოში როგორ ეს წამლები ევასებათ რა აი ბევრ წამალს თუ გამოწერ კაი ექიმი ხარ რა
მართლა აი აქ რო არის ხა შინაურები და ისინი ან მოერთ წერენ და რაღაცა ძირითადად ჩემი საიქიმო საქმიანობა არის დანიშნული წამლების მოხსნა რა აი წამალი დანამატი დეტოქსი შილაკი რაღაცა შლაკები რაღაც აეგენიევასება და მანამდე სანამ მიხვალ ანუ შენ რა შეგიძლია რომ გამოასწორე ეგ უნდა გამოასწორე სხვა გზა არ არის რა მე ჩემ თავზე გავაკეთე დაკვირვება რომ დილით როგორც კი ანუ წყლით ვიწყებდი და მე აი ძალიან ისე მსუბუქად ვიყვებოდი ოღონდ შეიძლება ძალით მეჭამა აი ხაჭო მაგ ნაჭამი დილით მე მაგალითად მე ანუ ბევრად შლაკების თუ გამოვიყავი კვებასაც აწესრიგებდი მაგრამ ეს ღამის ოთხზე მანქანაში ჩაყერებული გაიჩითება ბიჭო ეს დედა შაურმა ო შაურმა აი მე წამალივით არის რა თამაში წამალი და შაურმა აი შაურმა ის არის ხო თამაშებში რო იცი გაფთიაქი რა ენერგია შეგივსოს შაურმა არის ყველაზე კაი ვარიანტი ხო და აი ბიჭო ცდილობ იმენა მოიც სად ვარ რას ვარჯიშო ბაბა არ მე ჯერ არ ვიძახი არაფერს თქო რა აი ესე რომ აი შპაგატში რომ დაგინახავთ კუნთებს რომ დაგათვლევინებთ მერე ვიცი კალა შენ מחარას რო აწვევი ძალიან ბიჭო მე ხო არ მithkoms ვარჯიშობ თქვენ წამი ნახე განსხვავება ნახეათში რა არის მე არ მithkoms რომ ვარჯიშობ ხო მაგრამ რამდენჯერ დაიწყე მაგრამ სხვათა შორის მე ანუ სპორტული აქტივობისა ხან ფეხბურთსა თამაშობ მივდივარ ხან კალალბურთის და ეს რავი ხა მისტერ ბინისავით დარბოდა იქ რომ იყო ფეხბურთსა თამაშობ აქ ბიჭო მე თუ ვარჯიშ მე მიყვარს მე ვარჯიში კი არ მიყვარს მე მიყვარს ვარჯიშს უყვარვარ მე თავს დისციპლინას უწესებ რა და ამ დისციპლინას მივყვები ჭი ხოლმე საკუთარ თავს აუცილებლად საკუთარ თავს როგორც კი დისციპლინას უწესებ და ამ დისციპლინას მივყვები ბევრად ინტონაციაში ვიეტყობა რომ გვატყუეს აი ცეჯაი თვითონაც რა ოღონდ ვარჯიშს არაფერი თქვას და მე საკუთარ თავს საკეში ოდგებ დილთონები რომ გიორგი რასაკეთებ არა ბიჭო ეს ავოკადო და ტუნა არის დისციპლინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დისციპლინაში შედის ვარჯიში ის რომ სად ვარჯიშობთ დარბაზში დარბაზში ვარჯიშობ ბოდიში არ უნდა ვჭამო დარბაზში ვარჯიშობ მინ გითხრა 6 მერე სნიკერსი არ ჭამო ა 6 სნიკერსი ალბათ დილითაც არ უნდა ჭამო არა 6 მერე პერიოდი არ არსებობს აი 6 სნიკერსი თქვი ბიჭო ნახე 6 მერე საღამოთი ჭრო ჭამ მე მძიმედ ვიღვიზებ დილით ვიღვიზებ რომელზე იძინებ ახმელიაზე იმენა რაც უდათა ვარ ხოლმე რომელზე იძინებ იჟოგა არ ვიცი მოწესრიგებულო ადამიანი დავიძინე 6-ზე თქო გითხარ იმიტომ რომ საქმე მქონდა ეხლა მანქანაში კაი გავიგი ისე ვიზახო ცდილობ რომ 12-ს არ გადავწდე რა ბიჭო 6-ზე რო იძინებ რომელზე იყვიძებ დილით გავიღვიძე ავი 8 საათს 7-ზე მოვიდნენ შუშა 2 საათი გეძინა შეჩო რა გავაკეთო აბა ეხლა მოუწია ესე რა ეხლა ეს დისციპლინა დარღვეული მაქვს ისე იძინებ 12 საათზე უფრო უფრო არ იმდენ შეიძლება გითხარ 12 საათზე მას იძინებ რა გეუბნები რა ბიჭო იმდენ დაღლილი ვარ აი ეგ არის რომ დისციპლინაში შედის დღის გეგმები რომელსაც შეასრულებ რომ იმდენ დაღლილი უნდა იყოს 12 5 მანქანის ქვეშნა შევძრე ანუ ჩელენჯები აქვს 4 მანქანის კაპოტში უნდა ჩავიდე არა მე არ გეუბნები מחარ არაფერს კაცო აბა რა გინდა არჩილთან მაქვს ესეთ შეკითხვა რა მელატონინზე ვარ შემჯდარი ბოლო პერიოდი სცენარეულიაო ესე მეუბნები ჩიტო მაქვს შესიებული გითხარ რამდენად თუ დაწყებული ის ყისასვავს ხო და რა არ შეიძლება ყოველ დღე ესე ნუ არ არის ხა რეკომენდებული ხა მელატონინი თავის თავად ჰორმონია რა მაგრამ თიშოს ჰორმონი თიშოს მაგრამ ასე ლუთხარი ჰორმონი გააჩნია რომ ის არ არის არა იმაზე ხელს არ შეგიშლის მაგრამ მოწევა შეგიშლის ხელს შენც შეგიშლის იქაც რატო არა მე ო იცინე მე იკოლოგიას არ ექნება სექსუალური ცხოვრება რა არა ბიჭო შენც კაი ბევრს ეწევ სიგარეტი მაგის მაგრამ იმასთან პაციენტებთან აბა ეხა ეგ გაგვიშიფარე ეგ როგორი აიქოსი მე დემონის მსახური ვარ ჯერ ახალი არის ეგ აიქოსი და მაგაზე კვლევები არ არის მაგრამ 15 წელიწადში გავიგებთ რა სიზამს აი დაგაკვირდებით და ზოგადად აი მარტივი პრინციპი რომ დაიმახსოვრ პირში რაღაცას თუ იდებდა იქ ბოლი გამოდის არ შეიძლება რომ კაი იყოს რა აი პრინციპი არის ძალიან მარტივი პირში თუ იდებ რაღაცას ბოლი არ უნდა გამოვიდეს არ უნდა გამოდიოდეს ხო თუ ყლაპავ ნორმალურია ბუნებრივია ყველაფერი მაგრამ ბოლი თუ გამოდის გავიგე მაგრამ აი შემიძლია რომ დავამარცხო ნახე მე ეს ცუდი რაღაცა მჭირს კი არა ყველა სექციის როცა მინდა დავანებებს ეგ ფსიქოლოგიური ისაა რომ თავს იპრავებ რომ როცა გინდა დაანებებ არა შიბაკი ვერ დაანებ არა აჩის რაც ჭირს ის არა ეს არ არის ნორმალური რა ანუ სუ ეწევა სუ ხო უფრო მეტად ეწევა ვიდრე არა რომ დაღიშ აი აჩიკო რომ მახსოვს რომ გავხედავ სიგარეტით უფრო მახსოვს ვიდრე უსიგარეტოდ
და არა, რა არის, იცი, რას ვაკვირდები ამათ ორივეს, რა რო ველაპარაკები, რა ბიჭო, ხა მე ხა ჯანსაღი შემახსეთ, სულ ჯანსაღი პროპაგანდა და ბიჭებს ვეუბნები, რომ ამდენი სმა არ გინდათ და რაღაც და ამათანაც მოდი ბიჭებო, მენანებით მეთქი ეს, აი ხალხი ხარ და ნუ ეწევით და არ ვეწევი. არანაირ პრეტენზია, ანუ როგორ ერთი წამი მაწადე. როგორ მომენტი აქვს, იცი? ანუ არ განიცდია, ამასაც აქ ნათქვამი რომ მაგრამ კიდიაო, მე სულ მოვწევო და იმასაც აი იმიტომ რომ ბიჭო ვიღაცები არიან რომ ბიჭო აგ რას ვაკეთებ და ეხლა უნდა დავანებო და არც ნერვიულობ. რატო თუ ეწევი მოწიე, თუ ნერვიულობ დაანებეთ. მე ვამბობ ხოლმე სულ რომ ერთი მიკრო გულის შეტევა მჭირდება რომ ცოტა შემეშინდეს რომ დავანებოთ. მაგარია აჩ ძალიან აი მიკრო რომ შემთხვევით არა მიკრო იყოს. აჩქო შეიძლება ავარია. რომ ტარება ისწავლოს მე. ტარება ისწავლოს. თუმცა არ უშველა. აი ცოტა სანამ სამედიცინო შეშინება არ მექნება მგონია რომ მოვწევ. ხენა გვაქვს ეგ რა ცუდია. ყველა ეგრევად, ერი ვართ ეგრე. სანამ არ გვეტირება ყოფა მანამ. სტრატეგიაც არ არის. აი ხა მაგალითად იმაზეც რა, ხა რამდენი უბედური შემთხვევა ხდება რა. და აი მაგალითად პირველად დახმარების გაწევა რო ისწავლა ადამიანმა. ხო, აი რაღაც აი მეტი რა უნდა მოხდეს, აი იმეს თუ გახსოვს მუხრან მაჭავარინი როგორ მოკვდა გახსოვს იმაზე სცენაზე დაიღუპა. ხო, ხო. ხო და მანდედან მოყოლებული გაიხსენე რამდენიც ახლა რაღაც ცოტა არაეთიკური ვარ გამოვიდეს კონკრეტული ისა არ ვთქვათ, მაგრამ აი რამდენი უბედური შემთხვევა იყო გახმაურებული. რა ვიცი, ეზო იქნება ეს ისა ქვია ავტოსაგზაო ის და არა ეხლა ეგ მაგას ვერ ტყვი ვინ გადაჭრა შანსი შემცირებდი რომ ალბათობა იზრდება ორჯერ ან სამჯერ თუ კი შემთხვევის ადგილზე დაიწყებ გულფიტვის რეანიმაციას და დეფიბრილაციას ეს დენს რო ურტყავენ აი რაღაც უბედური შემთხვევა რო ხდება ყველაფერს ვაკეთებთ იმენ რაღაც არ ვიცი წყაროა აშენე რაღაც საქველმოქმედო ფონდი დაარსე ის ყველაზე მთავარის გარდა რა რას ვაკეთებთ თუ კი ეგეთ რაღაცა კიდე მოხდა მაგისტრის რატო არ ვემზადები პრევენცია არ გვიყვარს ქართველებს ჩვენ პოსტფაქტუმ გვიყვარს საფრთხეზელოები ხელეხი მივედი დავლიე ეხა უნდა მეთქვა რომ რაღაც ტიპების ბრალი არის რომ რაღაცა მაგის ცნობადობის კამპანია არ ხდება მაგრამ მე რაზე დავფიქრდი იცი ჩვენი ბრალიც არის რა ამდენი ხალხი რო გვიყურებს ჩვენ შემთხვევით ხო არ უნდა რაღაცა ან სეგმენტის სახით ან რაღაცით ჩავსვათ რომ ეგ ცნობადობა გავზარდოთ რა რას ფიქრობთ მაგაზე კალასთან და მახარას მაგთან იცი რა მე მგონი რომ სკოლებიდან აი სკოლებში ისეთი ანები ამ სკოლას შეჩემა თავი რა კაი სკოლამ არ ასწავლათ ჩვენ რატო არ ვაკეთებთ სულ ვიღაცას სახელმწიფო რა უნდა შენ რო ისწავლო და მე რაღა ვიდეოში 3 წუთი დავუწყო რა უნდა ეხა გეტყვი შენ מחარ არ მოიცავ საქართველოს მთლიან მოსახლეობას ერთი წამი სკოლები რა შუაში ხო იგეთ სკოლები არის ყველა ბავშვი აი ამ სკოლაში 95% თუ 18% გამოდის და როცა სავალდებულო იქნება რომ ეგეთ რაღაცა ისწავლოს და გაკვეთილი კონდეს ეცოდება ყველას და ის კი არა მოიცა ვაიმე კვდება მე מחარას მაყურებელი არ ვარ და ვერ გადავარჩენ ეგრე კი არა მე მგონია რომ ბავშვობიდან მოყოლებული დეფიბრილაციის სწავლა და პირველი დახმარების 30 წლის ასაკში აუცილებლად მე მგონია რომ מחარ იცის ეგ ვაფშე. კალო მე მგონი შენ არის. ერთხელ ან ყოველ აი როგორ რაღაცა ეგეთი რომ მოხდეს, შენ როგორ გადაარჩენდე ვიღაც. მე მგონია რომ מחარ იცის ეგ რა. შენ იცი? ამაც იცის, იმიტომ რომ პრავა ჩააბარა და მინიმუმ რაღაცები უნდა გულის მასაჟები დამბები? თეორიულად ხომ არა ეხლა პრაქტიკულად ანუ რა რაჭირს ახლა იმას თქვია დიაგნოსტიკა ნევს გაუკეთებ იმის აი უცებ რო დაჭირდეს ნევს გაუკეთებ არ გამიკეთებია მაგრამ თუ დაჭირდა და კვდება და სხვა გზა არ არის გაუკეთებ ხო რა სად გაუკეთებ თუ არ იცი შეჭება სად უკეთებ კახი კავსაზე რაზე უკეთებ თუ არ იცი კუნდში კუნდ ყველაზე safe გზა არის ხო აი ნემსი გიჭირავს ხელს სად უკეთებ თუ ზაგეთებ გააჩნია რა ადრენალინი ხო კუნდში კეთდება ადრენალინი კუნდში კეთდება ანაფილაქსიის ხო ყველაზე მაგარი ისე კიდე მაიცადე ჯერ იმასე სანამ გადავალ დექსამეტაზონი გამახსენე მე უნდა გეგდოს ჩანთაში არ უნდა გეგდოს კაგრაზე ეგეც მითი არის რა ძალიან პრიკოლი მითი არის თან ანუ მე მქონდა საქველმოქმედო ისა პროექტი რა ტრენინგ ცენტრი ხომ აქვს და რო დავიწყე თავის რაღაც წლების წინ ბევრი მწერდა რომ რაღაც აი ამის ფული არ მაქვს ის არ მაქვს სწავლა მინდა და რაღაც და ეხა ეგ რაღაც ისეთი პონტი არის რა ჩემთვისაც და ზოგადადაც ალბათ აი სწავლა რო უნდა რაღაცის ადამიანს და იმის საშუალება არ აქვს აი იგივე არის რაღაც რო ხშია და პური რო არ აქვს რა ესე უყურებ მე და მეთქი და ავაი ახლა იმას ვქნა და დავიწყე და მეთქი ფული არა გაქვს ერთი მადლობა მითხარი დრო არა გაღა შაბათ კვირას მოდი რაღაცა და მაშინ ის არ მქონდა ჩემი სივრცე
ესე იგი რას ვაკეთებდი წარმოიდგინე. ვქირავობდი დარბაზს, არ სპონსორი ამ ყველა ჩემი ჯიბიდან ვიხდიდი ყველაფერს. დარბაზს ვქირავობდი, საჩუქრებს ვყიდულობდი, ლანჩს ვაწყობდი, მანეკენები ვიყიდე, დავალაგე, იმას ვქენი, ვარეგისტრირებდი ტიპებს, მოდი ძმო, გასწავლი რა შენ ესა და აი რა პრობლემა გაიჩნდებოდა შენი აზრით? აი რატო გავაჩერე ეს პროექტი რა? ხალხი არ მოდიოდა ერთი. ხო, ანუ ხალხი არ მოდიოდა კი არა, ეწერებოდნენ ტიპები. და ეზარებოდათ მოხდა. ხო და გაუფრთხილებლად არ მოდიოდნენ 35% დაახლოებით. ტიპები არ მოდიოდნენ. და წარმოვიდგინე ჩემი იმიდან რომ ჩემი გადმოსახედიდან რომ აი ამ იმას ვიჯებთან გამაფრთხილე რა. შენც არ მომიკვდე. ახლა ფასიანებზე როგორ არის? იცი რომ ფასიანზე რამდენია იცი ეგეთი ისა არ მოსვლა. 0. გადახდილი მაქვს. ხო, ტიპი გაიღვიზა დილით ახლა აუ ის მარშანი რაღაცა გადახა სხვანაირად ამოიწვერა მზე და დაიკიდა გადავრო არც გაფრთხილებს რა. და მე კიდე აქ რაღაც 3-4 შაბათ-კვირა მაქვს ხოლმე ყოველ მეორე თუ საქმეში ჩემოდე ბავშვებთან რო ვიყო რაღაცა მილიონი რაღაცა იმას აქვს წავიდე 16 ზონი დავლიო რაღაც ბილიონი ამას ველოდები გაიგე და იმის ისიც არ აქვს და რამდენიმე ნაცნობიც იყო რა და რო უთხარი რა რო რაღაცა მეთქი აუ არა ბიჭო და ის რაღაცა მაგარი ცუდად ვიყავი და ანუ იმას კი ვერ ხვდება რომ ანუ მიზეზი გავიგე კაცო ეგრო იმას არ ცვლის რომ უნდა გამაფრთხილო შეოჯახაშენებულო მითხარი რა ტრენინგ ცენტრიც იმას აი ეგეთი ისა აქ რა ქვია იმას დაკვირვები ხალხ იმაზე ვღადაობ ხოლმე პირველად დახმარება არის თუშეთივით რა აი მაგალითად ბორჯომში მიდიან დასასვენებლად თუშეთში მიდიან სანახავად თუ დააკვირდები რა სამდღიანი ტურები აქვს 15 სოფელს ნახულობენ ან რატო დარბი ხარ ბიჭო იმაზე კაი ადგილს ადაისვენებ და პირველად დახმარება არის როგორ აი რაღაცა დარგზე რო კითხო ტიპს რო იციან რაღაცა გეტყვის რომ კი ნასწავლი მაქვს ვიცი პირველად დახმარებაზე ყველაზე გავლილი მაქვს ანუ პროსტა გაიარა და ერთხელ არის ნაყოფი და მორჩა მაგით ის რა და საქმეზე რომ მიდგეს კიდე კაცშვილი ვერაფერს არ და პირველად დახმარების იმას გარეშე ხო იცი გადარჩენის შანსი თითქმის ნულია სულ რო თავის დროზე მოვიდეს სასწრაფო იმიტომ რომ 3-6 წუთის მერე იწყება შეუქცევადი პროცესები თავის ტვინში ჟანგბადი რო შეუწყდება აი უგონვა და არს უმთქავს რა მოკვდა ასე ვთქვათ კლინიკური სიკვდილი იქვე თუ არ დაიწყე პირველ 3-5 წუთში რა რაღაცების კეთება გულის მასაჟი არის ხო მნიშვნელოვანი გულის მასაჟია საუბარი მასაჟი და დეფიბრაცია ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რითმი Staying Alive-ის მუსიკის რითმი ეგ ეგ სწორია კი 100 და იმისა კიდე ხო ის Another One Bites the Dust-ის თვითი არის კიდე ეგ ხო რამდენიმე არის მაგრამ ის Staying Alive ყველაზე ცნობილია თან სიმღერასაც ქვია Staying Alive და Staying Alive ხო მაგ ბიტზე გულის მასაჟი ჩართეთ ანუ ვინმე შეიძლება გიჟი ჩაგთვალოთ მაგრამ ვინმეს თუ გულის მასაჟი ჭირდება BGC ჩაწერეთ უცებ YouTube-ზე Staying Alive და მაგის ბიტზე გააკეთეთ масаჟი ვერ ჩავსვათ მაგ სიმღერას და სტრაიკი გვექნება მაგრამ ნუ მიხვდება ხო ნა 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 na 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 მაგდა ბიცუნდა na 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 ესე რა ისე რითმა რო გქონდეს გონებაში და მუსიკა გონებაში შეგიძლია ხო და კაროჩე მომეშალა ნერვები და გავაუქმე რა აუ ერთხელ შენც გითხარი მე მგონი მოდი მეთქი აწი აღარ მოხო ფულს გადაიხდი და მოდი არა მე გითხარი მოვალ თქო და არ მოვედი არა ისა შენ მითხარი არ მოვალო კაცო პროსტა შენ შემოგთავა დაგპატიჟე თქო მაგის თქვა ვინო აწი აღარ დაგპატიჟე მე მომეშალა ნერვები რა მე ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა მე რომ რაღაცას კარგად რო აკეთებო ის ფოსო და უნდა აკეთო და მე ვთხარი აგაშენა ღმერთო ამომივიდა მეწყეში გავაუქო აი წრეებზე სიარულს არა ვართ მიჩეული ქართველი აი უფასო რაღაც ლოპოტაზე ყველა დარბის უფასო უნდა იყოს არა ლოპოტაზე ბიზნეს შეხვედრებზე ყველა დარბის იმიტომ რომ ლოპოტა და ფოტო უნდა გადაიღოს და ვიღაცას რომ პატრონი გადაარჩინო ის ფეხებზე კიდია იმაზე ქონდა კიდე ჰაერის გამოცვლაზე ქონდა ხო მე მგონი ვიდეო აუ მაგაზე პერსონა ნონ გრატა ვარ იქ ბახმაროში და ურეკში სპორტული სეზონი ჩაუგდე რო ისველებ მაგარია რაღაცა ოჯახით ხარ წამოსული რაღაც ბახმაროში და შენ ვიდეო რო ხვდება უცებ რომ აი ჰაერის გამო ტყუილა გონიათ ეხა თქვენ რო რაღაცა ბიჭო ძალიან რთულია ამის ახსნა რა აი როგორი პონტი არის იცი რომ აი მაგალითად C ვიტამინი და ლიმონის ჭამა არის მითი რომ იმუნიტეტს გაგიძლიერებს და რაღაცას და მე როგორ გიტრიალებს იცი რომ აბა ლიმონიან ჩაის რატოსო რა მიყვარს რა უბრალოდ და სვაო რა იმის კი არ ნიშნავს რომ რაღაცას მოიცა მალინა და მალინიანი ჩაი და ლიმონიანი ჩაი ეგრე არ მაიცა რვა ბანკა მალინა რომ მიდევს ხო უბრალოდ გემრიელია და ჭამე
არაფერი არ არის. არაფერი, აი მაგრამ ცოტა რა. 0.1%. არაფერი, აი მაგათ ყელი თუ გეტკინება და შეჭამ თაფლს, ცოტას დაგიამებს, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ამაზე ამ ურეკზე და იმაზეც ის არის, რა. სამკურნალო არ არის რომ ვეუბნები და ანუ არ წავიდეთ, არ დავისვენოთ. რატო გადადიხარ ეს რადიკალიზმი, არ დაისვენეს. მაგნიტური ქვიშა ნახვი ვაფშე. არაფერი არ არის, ვაფშე არაფერი არ არის, სამკურნალო თვისებეთ, თქო. კიდე ერთხელ ვიძახი, წადით, დაისვენეთ, მაგრამ შედეგი იქნება იგივე ზემოხოდაშენშიც, ურეკშიც და ბახმაროში. თუ კი ცუდ ჰაერს გაცდები და დაისვენებ, კარგია. მაგრამ ნუ გექნება იმის იმედი, რომ ის რაღაცა სამკურნალო არ არის სამკურნალო. ზამთარი, ურეკში ხარ, გაციებული, ძმიანი ნასკებით სვავ ლიმნიან ჩაის. ანუ სრული არაფერს არ წარმოადგენს ეგ სიტყვა ეხა. ო, არაფერს არ ძამ. ეხა ცუდი რატო არის? ეხა აი მაგაზე იძახიან, რომ აი რატო იმაშვები გაეშვი დავიდნენ და იმასგან და მეორე მხარე აქვს ძალიან ცუდი მაგას რა. ჯერ ერთი რომ ყველას არ აქვს მაგის საშუალება და ვიღაცა ადამიანების ჯგუფი არის, რომელსაც გონია რომ ამბავს რაღაცა ჭირდება, ამას ფული არ აქვს და ცოდო არ არის, და ეს უაზრო მოლოდინებს რო უქნი. ეგრე შორს ფიქრი ძალიან გვიჭირს ზოგადად ქართულ. ხო. და მეორე კიდე რო ჩახვართ ამ იმაში, მე გადაჭედილი იმაში და მე ტრაწიანები რომ მოდიან მთელი ისა რა. ეგ რატო ხდება მე იცი რომ აი ეგეთ კურორტებს ასე ვთქვათ, ბევრი დაწოლა აქვს, ხარისხი არ არის მომსახურების და შესაბამისად ვრცელდება ეს ფეკალურ ორალური გზით გავრცელებადი ინფექციები. ანუ ის რაც არის, ხო. წესიერ ვერ ეცხავს ვიღაცა იმ თებს იმას ის და ანუ მე დიარეა და გონიათ რომ გავიწმინდეთ, მოდი გაიწმინდეთ. რაღაც ინფექცია მაგ დაავადებს თუ ვირუსს, ზღვისდარიც ჩამოდიან ხოლმე. ზღვაზე. ენტეროვირუსი. ეგ კიდე ცალკე ენტეროვირუსები არ იწევენ მაგას პროსა შეედენათ, სახელიდან გამომდინარე, თორე ენტეროვირუსის არ არის სწორი. აი მეორე გადაცემაში დამოხვიდე რა იმიტომ. და მოვიდე. აი გამორიცხო. აუ ბიჭო, ლიმონიანი ჩაიზე რატო? ბიჭო, ლიმონიანი ჩაი ესე. მართალი ყოფილიყო რატო? პრევენციის ჭამერეყო დალია, გემრიელია, უბრალოდ მოლოდინი. ისე მაინც არის ხო რა. ის ენერგეტიკულ სახსრებს ამზადებდით და ის იძახდა რომ C ვიტამინი ჩავასხათ ბევრიო, C ვიტამინი ჩავყაროთ ის გონდა C ვიტამინი გია დაუმატო. რაღაც ამატებდა ხო შხამს. რას ამზადებდით? ენერგეტიკულ სახსრებს ამზადებდით და გამოგვეშვა ენერგეტიკული სახსრები. აჩიკო იძახდა რომ C ვიტამინი დავაწევოთ რომ შეიცავსო. აი ფანტას რო აწერია C + C რა, C ვიტამინი. ეგ ხო იდეაში ცოტა კარგი არის ხო. მარტო მარკეტინგი არის. აი ფსიქოლოგიაც რა მაგარი არის. აი რაღაცას ვეტყვი არ არის. ყველა პონჩი უნდა რომ რაღაცნაირად თავისი სასარგებლო პასუხი მიიღოს. არა, პირდაპირ შიგაკ, უთხარი რომ შიგაკ რა, ფანტაში ცევათები. თუ დეფიციტი გაქვს, მაშინ კარგია რა. თუ დეფიციტი არ აქვს, რატო უნდა დალიო ეს C ვიტამინი? აი ექიმებს ხშირად უთქვამ ტელევიზორიდანაც მათ შორის, რომ ლიმონიანი ჩაისვით, რომ ეს პრევენცია იქნება გაციების და უშიტია. რამხელა ომში შევედი. ძალიან დიდი. ანუ მაგ დასკვნამდე როგორც მივხვდი სამედიცინო სფეროში ყველა არ თანხმდება მაგაზე, ხო? ყველა არ თანხმდება, მაგრამ თელი მუღამი ის არის, რომ ანუ მნიშვნელოვანი ის კი არ არის ვინ ამბობს, ან როგორ ამბობს. მნიშვნელოვანი არის რაზე დაყრდნობით ამბობს. ხო, მედიცინა ის ხო არა, რა ქვია, ნიჭი ხო არა, ნიჭიერებ ხო, ანუ უნდა წაიკითხო, უნდა წაიკითხო და მე ამის იმპლემენტაცია უნდა მოახდინო გარემოში შენ პაციენტთან რაღაც. რომ მეუბნები სიტყვაზე ამ ლიმონიანი ჩაი იმუნიტეტს ამას სად წერი აქვს, საიდან მოიტანეთ, რატო ვლაპარაკობთ ამას საერთოდ? დექსამეტაზონი გაუკეთე ანაფილაქსიის დროს. სხვათა შორის ექიმებთანაც კი რა დისკუსიაში. მე უბრალოდ 2 წლის მერე დავამუღამე, რომ ბიჭო, საათნახევარი რო ხსნი, რატო არ უნდა გააკეთო ეს დექსამეტაზონი? მოდი შევცვლი ახლა ამბავს. მოდი შენ მითხარი, რატო უნდა გააკეთო რა? 15 წუთში გვარდება პრობლემა რა. საწერია, ვეუბნები არსა და აბა რატო აკეთებდით? რატო აკეთებდით? თან ამპულს ვოტეხავენ და სვამენ. ანუ ალერგიულზე არაფერს მნიშვნელობა არ აქვს დექსამეტაზონს? არა, როგორ არა აქვს, მაგრამ მაიცა ჯერ ის მნიშვნელოვანი არის რაზე დაყრდნობით ვამბობთ ხო რა? აი ხა, მაგრამ ხალხში და მოსახლეობაში ეგრე არ მუშაობს. აი ხა ტიპი რო სუფთად გაპარსული კოსტუმი ჩააცვას, ჰასტუხი გააკეთო, დააყენო და სრული იდიოტიზმი ალაპარაკო დაყენებული ხმით და მეორე მხარეს რომ მაგალითად ავიღოთ საყურებიანი, ტატუებიანი ექიმი, რომელიც ესე ლაპარაკობს. ეგეთები არიან? არა, შეიძლება რა რო იყოს. ანუ ამაზე იფიქრებს, არ დაუჯერებს ამას რა. ერთ მხარეს და მეორეს. არა და სინამდვილეში ხო მეცნიერებაზე ესაუბრეთ, აკითხულიდან უნდა გადასცეს შარვალ კოსტუმმა
წყნა კარგი სტრაკა. დაახლოებით ეგრეა ხო? რაღაცა მკითხე და დექსამეტაზოლზე. დექსამეტაზონი რატო არის? ეხლა დექსამეტაზონი რატო უნდა გავაკეთოთ? ანუ ანაფილაქსიური რეაქციების დროს დექსამეტაზონი არც არასდროს ყოფილა, არც ახლა და არც მომავალში არ იქნება მკურნალობის ის რა. კაცი, შენ კი გესმის ანაფილაქსიური რეაქცია. მწვავე ალერგიული რეაქცია აი როკვდები დაფოთულა რა. დაფოთულა არა, დაფოთულა და სუნთქვის შეკრა და დედა ჩემს ქონია მაგალითად სასიცოცხლო ალერგია მიუწია და ვეღარ სუნთქავდა. სუ ამპულები გაიკეთა ეგ და მიშველა და კარგად. აი მაგან თუ უშველა ესე იგი ის ანაფილაქსია არ იყო, ერთადერთი მაგის თმა შეიძლება. ხო. ეხლა მეორე მხარეს რომ ის ალერგიაზე ვაფშე არაფერს არ შვება. როგორ არის, ანუ დექსამეტაზონი არის ძალიან ძლიერი ჰორმონული პრეპარატი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. ეხლა თუ რაღაცას გამოგაყრის და დექსამეტაზონს დალევ, რა თქმა უნდა ამას აალაგებს რა, ოღონდ დრო ჭირდება და რაღაცა და. მაგრამ ალერგია თუ გაქვს დექსამეტაზონს, რაც ალერგიის წამალი ხო არსებობს? აი ბუზი ერთ აგროდაჟეს ხო შეგიძლია მოკლა ბუზის საკლავი და შეგიძლია კალაშნიკოვი გადაატარო, ხო? შედეგს კი მიიღე, მაგრამ კალაშნიკოვი რატო უნდა გადაატარო ბუზს, როცა ბუზის საკლავი არსებობს. ეგრეა ეს ალერგია თუ გაქვს, უნდა დალიო ალერგიის წამალი, თუ ანაფილაქსიური რეაქცია, ამას უჭირდება ადრენალინი, იმიტომ რომ ეგ არის მაგის მკურნალობა. აი ეს დექსამეტაზონი საიდან მოიტანეს, ვინ მოიტანა, რატო ყლაპავს მთელი საქართველო, კაცმა არის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა რა წამოჭრა. პლაცებოს ეფექტი. აი ტიპს თუ შეერა რომ ეს ამპულა მიშველის, აი იმენა დარწმუნებულია რა. რომ ეს ამპულა მიშველის სამ ალერგიული შექმნის და მართლა შველის რა. ოღონდ არ ვიცით როგორ მუშაობს, ხო? ეგ პლაცებო არის, რომ არ არის დღემდე ამოხსნილი. ხო არ მომენტ დავტოვოთ რაღაც. არა მოგიხსნია. არა. იმიტომ აი მაგათ პლაცებოს ეფექტი როგორც მოვლენა არსებობს, ძალიან საინტერესოა. თან მარტო დალევაზე აი ცარცზე რო უთხრა რა, პროსტა ტაბლეტის ფორმა მიცე და უთხრა ეს ტკივილ გამოყუჩებელია რომ დაგალევინო. გაგივლის რა, მაგრამ საინტერესო მომენტი არის, რომ ამ ცარცს თუ წითლად შევღებავ და მწვანედ, წითელი უფრო ეფექტურია ვიდრე მწვანე. თუ კი წყალს, ოღონდ მე ნემსად გაგიკეთებ და წყალი იქნება შიგნით მარტო. ის კიდე უფრო ეფექტურია ვიდრე დასალევი და აი ძალიან საინტერესო ფენომენია, მაგრამ ეხლა პლაცებოს ეფექტი ეხლა სიმსივნეს ვერ მოგიჩეს და ანაფილაქსიას ვერ მოგიჩეს. ეგ ასა სისულელეა. შეიძლება არ მოგიჩეს. ახლა აი დაავადება რა შევა მაგას. ნახე, ისე გეტყვი ახლა. ისევ მარტივ მაგალითი მომყავს რა. ეს ვიტამინი C სიტყვაზე არაფერს არ შევა რა. მაგრამ ტიპს თუ შეერა რომ აი ეს რაღაცა დამიცავს და იმუნიტეტი გამიზრდება და შეიძლება მართლა იზრდება იმუნიტეტი რა. არა ბიჭო, მართლა ეს პლაცებოს ტრანია, არ ვიცით როგორ მუშაობს. მართლა მუშაობს. ხო და აი მაგას ვიძახი, პლაცებო მაგისგან ვერ დაგიცა. აი თავის ტკივილი შეიძლება გაგიყუჩეს რაღაცა შედეგი მოგცეს, მაგრამ აი ეგეთ ახლა იმის კოვიდისთან და ყვითელი ცხელებისგან ვერ დაგიცავს. ეხლა რატო არ უნდა დავტოვოთ ეს? პირველი ერთი რომ შენ მოწყვლად ხდი ამ ტიპს, რო ეუნები რომ ახლა გაგრათ იქნები, ეს მიდის და მას თავი ფსევდოუსაფრთხოების შეგრძნება აქვს და რისკს უზრდი და მეორე არაეთიკური არის რა. ეხლა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შენთვის შენ რომ მკურნალობ, შენთვის შედეგია მთავარი, მაგრამ ჩემთვის როგორც ექიმისთვის შედეგი კი არაა მთავარი. მე უეჭველი უნდა ვიცოდე, რომ ეს შედეგი დადგა ზუსტად ამის გამო და არა სხვა რაღაცის გამო, იმიტომ რომ შენ გარდა მე 1000-ის მოვა ჩემთან რა და მე პასუხისგებლობის გზნობა უნდა მქონდეს და ეთიკურად უნდა მუშაობდე და ამიტომაც არის რომ პლაცებოზე დაყრდნობა არაეთიკურია როგორც მინიმუმ რა, რისკებს რო თავი დავანებოთ. ამიტომაც არ იმას იზავ რა. თუ არაფერს არ უნებს მომენტ რატო? აი როგორ არ უნებს ხო გეუნები, აი შენ რო ამას რომ მოვატყუოთ ყვილა ეხლა 10 რა გავუკეთე, წყალი გავუკეთე და ეხლა დაცული იქნები რა, იმუნიტეტი გაქვს მაგარი, მაგრამ ხო ვიცი რომ არა აქვს. და წავა და დაემართება რაღაცა და დაზიანდება. და აი მაგალითად წნევა თუ გაქვს და პლაცებოს ეფექტით ეს თავის ტკივილია გამოწვეული ამ წნევით, მაგრამ საშიში წნევა გაქვს. და თავის ტკივილი პლაცებოს ეფექტით გაგიყუჩდა. რეალურად წნევა ხო ისე რჩება, პრობლემა ისე რჩება, ხო? ეს წნევაც პრობლემა არ გვარდება რა. არ პრობლემა წნევამაც ხო დაიწიოს პლაცებოს ეფექტის გამო. შეიძლება, მაგრამ ეხლა შენ თუ ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვს, ჰიპერტენზია გაქვს, როგორ დიაგნოზი, ეხლა მაგას ვერ უშევს. რაღაც მომენტში შეიძლება უშოროს, მაგრამ შენ ამას რისკს უზრდი რა. არის პრეპარატები და რატო არია რა ეს წამალი. არარსებული კამფეტები რატო უნდა მივიღოთ პრეპარატები? ეს შეიძლება მე-15 საუკუნეში და მე-16 საუკუნეში პლაცებოს ეფექტი კაი პონტი იყო, რომ არ იყო რაღაცა. ეს უკვე წამალი აღარ შევდო. ნოცებოს ეფექტიც არსებობს ხო? ვისი? აბა ნოცებო აი პლაცებო ხო არის და არსებობს ნოცებო. აი პლაცებო ხო არის რომ კარგს რო ეტყვის, კარგი დაემართება. ნოცებო არის რომ ეხა ამას თუ დალევ, ეგრევე გამოგაყრის და დალევ და გამოგაყრის მართლა რა, მაგრამ არაფერ შუაში არ არის. მაგიტო ამ კოვიდ ვაქცინებზე რა განსაკუთრებული ეხა ტიპები მაგალითად არიან ბევრი რომ მიმტკიცებს რომ რას ლაპარაკობ, ცოფისაც რა გავიკეთე, დავლიე და იმენა უბედურება დამემართა და რაღაცა და
ეხლა ხო არ შეიძლება არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ჩვენ რანაირად მოვიფიქრეთ, ხო? არსად არა ეგეთი რეკომენდაცია, ტიპს თუ დაგრუზავ ეგრე, მართლა დაემართება ის გვერდითი მომენტი. სამედიცინო ახსნა აქვს ამ პლაცებოს ეფექტს თუ არა? სრულად ახსნა შეუძლებელია არა. არა აქვს, ხო? მე ძალიან საინტერესო ფენომენია, ბოლომდე არ ვიცი, დაჟე ცხოველებზეც კი მუშაობს. ძალიან საინტერესო ამბავია რა. უბრალოდ არაეთიკულია მიიღო. ახლა დაფიქრე რაღაცას ძალიან წაიღო რაღაც ფიქრები. ბიჭო, არა, აი მე ზირთადი პრობლემა რაც არის ხომ ეს სპორტითი აშლობა, ცდილობ რომ დავამარცხო ხომ, მაგრამ აი რაიც რაღაცა ეხა ისწავლა რა, მე როგორც პიროვნება ისე ველაპარაკები ხომ. ეხა ისწავლა რა, იცი რომ გულზე მიტევს რა. ვინ ისწავლა? ვენომი ეს რო ვენომი ყავში ნიჩეჩი. ანუ გულზე მიტევს, დანარჩენში დავამარცხო რა, რაღაცები სახსები ხომ ხოლმე უჰაერობად რაღაცა ეხა ახალი დაამოღამა გულზე რა. აი გულს მომიჭეს, ხო. აი რაღაც რომ ჭირდება რომ გამო. სალხინო ხო არ გიცდია შემთხვევით. სალხინო რა ფენომენი იყო. ესე დამწოდე მე წინაზე მოყევი, რუსთაველზე დავეცი და მივხოხავდი რა, მეგონა რომ ტრანკვილიზატორი მესროლეს. ესე დამწოდე ხო არჩი. ფოთოლი მოხდა და ეგონა რომ ტრანკვილიზატორი ესროლეს. შენ რატო ისინი ხარ? გული გადაგიშალე ექიმს და ხალხი დამწინდა თქო და უარესად შეგაიძე. მაგაზე მეტი კი არ დაუცინია თავა. აიცა მე თავიდან. ბიჭო ეს ფოტოთაშლობა რომ დამეწყო რაღაცები ძალიან ისე იყო და ვითომ გადავლახე რა მთელი ღამე ვახველებდი Google-ში წავიკითხე რომ გულის დაიცა გულის შეტევა თუ უნდა ახველო ეგრე ეწერა ამ დედა მოტყნულში და მეც ისე დავაკავშირე ვაქცინის აგჯერა და Google-ში ეგ როგორ დაიჯერე არა სხვა შორის რამდენიმეჯერ AI-მ ისეთი დიაგნოზი დასვა რომ აი მართლა იმ ექიმაც იგივე და არ დაგცინოდა თან არ დაწერა ახველო იმიტომ თან ეს ხველება დავაკავშირე ეთქმა დეფიბრილაცია საკეთებს მეთქი და მასაჟია რომ ვახველებ ეს გული იმას შევათქვა თემი ღამე ვახველე რა იცი რა რთული 6 საათი ვახველებ და თან გული რო გონია რომ უნდა გაგიჩერდეს ბოლოს მარტო ცხოვრობდი ბოლოს აი რომ იმენა პატრონი რომ მომეტყა ხაოდი მე დაბაეწერო ცივი შხაპი გადავლეთ და მე ცხელიო შევარდი ამ ცივი შხაპი მე გამოვარ ცალკე რა თავი და ბოლოს დავრეკე სასტრაფოში რა. კაი ეს ხალი მოვიდა აი ძალიან უძილარი. აი ესე მიყურებს მე თვითონ ჩავედი უკვე თან რაღაცა ჩავდი ვარ ხო. მივედი ეს თვალე ღია. ის გამიკეთა კარდიოგრამას რაღაცა შვილო არაფერი არ აქვს ისო ნერვიული ხარო აი ეს ენის ქვეშ დაიდეო წავედი თუ წავიდე. ის ენის ქვეშ დამადებინეს რაღაცა. დამამშვიდებელი რომ გადამიარა ამან და მივდივარ ქუჩაში გათირდა რაღაც გამიდივარ ეს ფიქრები უკანა მაგდატობი ეს შემოდგომის ფოთოლი ნეკერჩხლის ხო წვეტი აქვს რა ეს ყო წვისას ბიჭო წვეტიანი თუ მოხვდა ა მართლა წარი არის აი თუ გამხმარებ ეგ ჩამოვარდა ეს ყო რომ წამოვიდა აი ჩამევჭო რა და გადავა ბიჭო კი დამინახავს ბიჭო მართლა ანუ ხაძა აი ნუ გავიგე შემამციუნა ბიჭო აი ნეკერჩხლის ფოთოლი ანონიმურად დაწერეთ თქვენი ისტორიები რა მოგხსნია ბიჭო ნეკერჩხლის ფოთოლი ეს რომ გავიხედე ანუ ინსტინქტად გონებამ დაიწყო ტიპის ზებნა ვინც ტრანკვილიზატორი მესვლა და ეგა რა განა იარი აფრიკული ტომის ერთ-ერთი ბელადი ეგ რო გავიფიქრე დამეწყო ფეხის გაციება და მოკვეთა რა რომ ოპა მეთქი მოქმედებს ამის დედა უნდა ვიპოვოთ ანუ ვიცოდი რომ დავცემულიყავი და გავჩულიყავი სანამ წამიყვანეთ ხო სახეზე უნდა დავინახო ვინ იყო თქო მუხლები დავეცე ის ვენტურა ხარ შეჩემა მართლა რა ის ვენტურასო თიშავე და რომ ირბის შეჩემა აი ჯერ ხელი როა გათიშული ისეთ კიცერში ესროლე კიცერში შეხო გავხარ შეჩემა ანუ აი ერთი ტრაკით არ ლაპარაკობ თორე დანარჩენი ქაშეთი წიზის მესემიჭკე ქალი და მუხლებზე რომ დავეცი მივხვდი ფეხებში რა გაქვს და ხელებით მივხოხდი ამ ქალთან და ეუბნე რომ ბებო ვინ მესწროლა მეთქი და ეს კალი ვაფშე გაგიჟდა ბიჭო აი ცოტა კინოში ნიკვათ აი და რაღაცებს ვაკეთებ რომ უკვე უნდა აი და ბიჭო რომ დავასრულე ეს კინო რომ დავეცი რა და გავითი ფარდები გძნობამ გამომაფხიზდა რომ გარშემო აი ზედა რო გიყურებს ბევრი რა ხო რაღაცა შეგრძნება გაკ აი ეგ შეგრძნება მქონდა რომ ეხა გარშემო იდგა ძალიან ბევრი ხალხი და გიყურებდნენ ზემოდან უცებ აი წამოვდექი აი შე კრუგია ბაკურ ბურდულის კლიპში რო არის ეგ არის ფეთქავს რა ხდება რა
მივხვდი რომ გავიხედო რომ ფოთლები ყრია, აღვიქო და ეს ქალი მიყვარს შვილო რა მოგივიდავ და თამამის რა თქვა მაქვს, მაგრამ რომ ვინმე სროლა მეთქი ბებო. ვინ იყდა უყურებ გაჩერებასთან ხალხს ვაი ვინ ეხა შავებს ჩაცმა უნდა გაია. წავედი გავიბერტყე მეთქი აუ რა ხარ ჩემი. წავედი რა. და ის არტეფაქტი აი ნეკერშხლის ფოთოლი თუ ამოიხე. ანუ პოლიციამ თუ დალუქა მაინტერესებს ის წვეტიანი ნეკერშხალი რომელმაც გამოიწვია ეს პარალიზება. შხამი ხო არის სვაი. ბიჭო, ხამე წუილებსაც ხო არ გიგზავდნენ მე. ხამე რო იწეხი, წუილები ხო არ მოდიოდა, რა რთულია იცი? ზართული გონია შეჭრა. ეგ ხო ეხა ფსიქოლოგიურად მოგივიდა ეგეთ რაღაც. რატო გიხსნენ რომ ნეკერშხლის ფოთოლი ძალიან მწარე და წვეტიანია? ჰა? არა, ბიჭო, ანუ შეგრძნების დონე იგივე ხდება ალბათ. ნეკერშხლის ფოთოლი არ ყოფილიყო არ მოგივიდოთ ეგეთი რაღაცა. რაღაცა რომ ეს სულად შეება იმაზე მგონდა რაღაცა, მაგრამ ეს ისე დაემთხოვოთ გონება იმ წამს იფიქრა მაგაზე. რა დიაგნოზ დაუსაუდით ხა? გარდა იმისა რომ ში გაქვს პაციენტი. რა არის ის? რა ყლის ხა? გარდა იმისა რომ ში გაქვს პაციენტი. აუ აი თუ სახელი თუ მომიჭირდება. მე მინდა რომ იმ ზესომზერის გამყიდვლის თვალით დამანახა ეგ. ფოტითი აშლილობა არ არსებობს. ფოტითი აშლილობა არსებობს კი, ფობიებიც არსებობს. იმიტაცია იმის რომ აი გული გიჩერდება, გიჭერს. კი, ეგ პანიკური შეტევა. პანიკური შეტევა. ხო და ეგ იყო პანიკური შეტევა ჩემთვის, რა. ხო და ეხაც ეგრეა ხო და სულ მეუბნები ყავს რომ მე მგონია რომ აი გულის შეტევას ვერ გაიგებ რომ გულის შეტევა გემართება თუ იგებ ადამიანი. არა, იგები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პანიკურ შეტევაზე არის მართლა ეკითხები რომ პანიკური შეტევა არის თუ არა, მე ტიპმა იცის რომ პანიკური შეტევა, მაგრამ თუ პირველი შემთხვევა, მე უკვე თულად არის საქმე, მართლა გულის შეტევა. კაფეში ვიჯექით სადღაც რა. და მახარამ გაჩნდა რომ ეხა მახარამ დაინახა ნეკერშხლის ხედა. არა. ეხა შეგონ სერიოზული თვალებით თუ რაღაც. ეხა შეგზდება მაქვს რომ შემოვარდებიან და უნდა ამიყვანონო რა. და თვალებს აცეცებ და იქით. ხო და აი რა წამალი არსებობს. აჩი ყოველ ფრაზას ნუ ციტირებ ხა მახარ რა ძახის ხოლმე. შევა ხუმრობდა უბრალოდ. არა, არ ხუმრობდი შეჩემ, იმდენად სტრანი ხალხი შემოდიო. ნუ მახარ ეხა შენ ეს რაღაცა. აი, თან სანად იყურებოდნენ რა, აი. კაში, მე დამამშვიდებს იარაღი უნდა ვიყიდო, გადავწყვიტე რა. ნეკერშხლის ფოტოს გახვრიტავს. ჩამორდა ბუღდას ზესომზერის გამყიდველი ხალი ეთქოს რომ კაშვილო შეშიყვარა. შუა რუსთაველზე პახ. აი, მართლა რა ის რო არის, რა ქვია. ოუშენის თერმეთ მეგობარში რომ ლაზერებში რომ იძურება, ნეკერშხლის ფოტოლის ქვეშ არის მახარა ეგრე. ანებს თუ იცი. ბიჭო, ნუ იცი ხარ, საშიშია რა. ფობიას გაქვს რამე? გეშინია. არაფერი. კანადის დროშის. ჰოკეის ვერ უყურე. ჰოკეის ვერ უყურე. ბიჭო, მეორე სიგიჟე, ეხა არ დავასახელებ იმ ექიმს, მე მიჩეს ვიდეო გიჟების ექიმთანო რა, პარაფსიქოლოგი თუ რაც ყო. ოპა. არა, ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია. არა. ფსიქოთერაპევტი. კაცი, ეს ამოჭერი, აჩი ამოჭერი. ხო. მაგასთან მიდიო. ბიჭო, გავიზარდე დედაჩემს ვეკავ, მაგარ გაიკითხა და იმან მიდიოს თუ მანდ რა. აუ მეთქი რავი არა მიდიოს. დილითო 6 საათზე ადექიო რა. ბიჭო, ექიმთან მითხრა 6 საათზე რატო უნდა ადგე რა? ცოცხალი იგიაო და იქ უკვე ჩავჯდეთ. იქ მეორე შეტევა მქონდა რა, ის ხალხი რომ დავინახე ლეჟანკებით იწმენ რიგში, ბიჭო. მეთქი გაგიჟდებით, არა იქნება, ჩემი დედატე. 6 საათზე ეს რომ მივედი ეგრე განა სავადმყოფოსაგან ქუჩის შესასვლელში სია დამახვედრე შეიძლება როგორი ბოლო და ეს ლეჟანკებით ხალხი ეს მარშრუტკებში ეძინა ამოვლენების მერე რაც გჭირდა? მივედი იქ მივედი და 5 საათზე ამდგრები იყვნენ. 5 საათზე ამდგრები ლეჟანკებით დამხვდნენ როგორც იქ აი და შევედი ალბათ 6 საათი იყო. იქ ხოვეთ დავჯექი და იმ კაცს ესე დამამშვიდა რაღაცები დამინიშნა 3 დღე მე გავიყავი და მე შვილო ფოთოლი კი არა ხახს გარეთ ვერ გადისო რომ ანუ გონიათო რომ ეგრევე გავლენ თუ არა ესვრიან უკვე უმიზნებენო რა ეგ რომ მითხრა შენ სუბუქა დაგაქიზე ფოთოლი დავშვით მე ნეკერშხლის ფოთოლის დედაცაში მაგრამ ბიჭო გონება მიმწავს ხო აი იმენა ხმაც აი იყო ხმაც იყო და მე მომხვდა რა აი კიდე რა გძელებს ანუ
კიდე აი იმას მე არა ეგეთი არ მქონია. არც მქონია და არც მყოლია. ბიჭო, იმიტომ შენ ექიმი ხარ, გაიგე და შეიძლება რაღაცებს სხვანაირად რო უყურებ, ფიზიკურად ვერ ახერხებს შენში რაღაცა იდეის გავრცელებას, რა. შეიძლება. მაგრამ გეუბნები, მაგი დამშვიდი რო გითხრა ეგ რო ხალხს არა, სამითებს ვავდი რაღაცებს. წამლები ქონდა. სმაზე გეტყვი საინტერესო ფობიას. აბა, ცენოსილიკოფობია, იცი რა სიშოს? მე ნეკეჩ ხარ ცარი, ხო აი ეგეთი არის, ოღონდ ცარიელი კათხის შიში არის რა. თუ ვინმე გეტყვის რომ დაავადებულს ვიცნობ. ლოთი კი არა ვარ, მე ცენოსილიკოფობია. ეს ამოუჭრათ, სოტრე არ გაიგოს თორე. მიზეზად ექნება. არა, შენ რა მართლა აქ მაგის შიში მაგას, იმიტომ რომ ცარიელი კათხა არ მინახავს მაგის ხელში. მართლა მთელი საქართველო მაგითია დაავადებული. რითი? არა, დაავადებული რა, ისინი აქვთ რა, შიშები, ფოთვები? შფოთვები აქვთ. ფობია სხვა არის და ეს ფოთვა სხვა ხო ალბათ? ფობია თუ? ხო, ფობია არის, ხო, ირაციონალური შიში ახლა ნორმალური მოვლენა არის, ნორმალური ფსიქიკის ახლა ლომი თუ გამოგიგედება, თუ არ შეგეშინდება, ეგ არის არასწორი ასე თქვა. ირაციონალური შიში ახლა მართლა რო არსებობს ახლა ობიექტურად გაზომოდი რისკი, მაგრამ შენ რაღაც შენ თუ გაქვს თეთრი, არ ვიცი, სპილოს შიში აუჩი, ეგ ფობია, იმიტომ რომ ირაციონალური არის რა. აი უფრო საშიშად თუ გამოიყურება. შფოთვაც ნორმალურია, აი მაგალითად თუ გამოდიხარ რაღაცა სცენაზე ხალხის წინ და ეხლა შფოთვა გული გაგიჩა, ეხლა ეს ნორმა არის, მაგრამ უცბად არაფრიდან რომ ნეკერჩხლის ფოთოლი შემოვა, ეგ უკვე შფოთვითი აშლილობა არის. ოღონდ ეგეც არაფერი ისეთი არ არის რა, მოგვარებადი. მე მაგ ის ცოტათი მეგალოფობია. ოღონდ აი ოკეანეში რა გაქვს? ეგ რა არის კალა? აი ძალიან დიდი არსებები რო არიან. აი შენ რო ამხელა ხარ იმასთან შედარებით, ოღონდ აი ოკეანეში თუა რა, ანუ აი იმაზე ხმელეთს არ მიშლის ნევრებს. აი იქიდან რო გოძილა ამოდის თუ რაღაცა, ეგეთ აი უსიამ, ანუ კი არ მეშინია და რა, უსიამ, აი რო უყურებ. ძალიან უსიამ. რა კუტუ ყოფილა შეჩემა, ანუ ამხელა კაცია შეჩემა და რისი გეშინია გოძილას იმეშინია. ბიჭო, მე ვარ გიჟი, ფოთოლი რომ მომხდა და ამას კინოდან გადამოსული კი არ მეშინია შეჩ ანუ უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს რო უყურებ. აი რაღაცა თავს გზნობ ცოტა დაუცველად. აი მაგ ვარ ეგრე მე, ხო. ჰა, თაგვზე ხარ? ხო, აბა რა გოძილაში გეშინოდე შენ. თაგვის გეშინოდეს და გოძილაში რომელი გირჩევენ. უბრალოდ სიტუაციას ბევრად მძაფრად აღვიქო ხოლმე სპეციალურად, იმიტომ რომ მზად ვიყო მე რამე თუ მოხდა რა. აივანზე რო ვდგევარ, წინასწარ გათვლილი მაქვს რაღაცები, რომ ჩაინგრეს, როგორ უნდა მოვიქცე რა. აი მოაჯიზე რო სელი უნდა გაუშვა და არა მოაჯიზე თუ გქონდა გაკეთებულზე. კედელს აი რო ვარ დაყრდებული იმაზე ვფიქრობ რომ ეს რო გადაინგრეს, რას უნდა მოვჭიდო ხელი. ძალიან მაინტერესებს რას უნდა მოჭიდო მაგ დროს აი. არა ხო და მაგას განაო. ჩვენ თუ გაგვიზიარო. წინასწარ აღვიქავ უკვე ცუდ სიტუაციას რომ მე შეძლების დაგვარად მზად ვიყო რა. ეგ არსებობს ეგ ფენომენი კი ბატონო. წინდახედულობა არის. კი. ავი. ეგ დიაგნოზი არ არის. მაგრამ ზოგადად ახლა სამკურნალო რო ხარ ახლა საკეთებ მაყურებელი. აი მარჯვიდან გადასწრებას ვაპირებ, ხო ითვლი რომ იქ შეიძლება რაღაცა იდგეს და არ გადაასწრო. და მაგისთვის მზად თუ აჩიკო არ ხარ. მოლოდინში ხარო, იქიდან შეიძლება რაღაც გადმოგიხდეს. მაგ ფეხები შემოგვალაგა ისევ. აი ამის კურნალობა ასევე საინტერესო იქნებოდა. ხო, რედოთები არის ყო აჩიკო? ბიჭო, ობიექტურად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოდკასტი იყო. მართლა დღეს მართლა მაგის თქვა მინდა რა, რომ რაც ჩაგვიწერია, რაც ჩაგვიწერია. ხო, აი ერთ-ერთი რომელიც მოვჭი? არჩილი 1, არა, ისე ვიდა, ანუ არჩილი 1, არჩილი 2. არჩილი 2. წინასწარ დაგეგმილი 2 გადაცემა, იმიტომ რომ ეხა ვერ მოვასწარით და ვერ მოვასწრებ. რემეიკი. ჩვენ გვაქვს ხომ ლაივ რაღაცა ლაივები დავიწყეთ და გატანები. და მე მეორე გადაცემა. პოდკასტის ექსპანსია დავიწყეთ. ეხა გვაქვს ქონდა უკვე ეს ვიდეო რო იდება მუშტაიდის ბაღში ჩაწერის გარეშე და კიდევ ვაპირებთ რა რაღაცა მაიმუნობებს და ეგეთ გასვლებზე შეიძლება კიდევ. ერთი-ორი შეკითხვა მქონდა ისეც დაგისვავ რა თემის გარეშე. AI ძალიან დაეხმარა სამედიცინო სფეროს, ხო ზოგადად რა? მაგას ერთი-ორი სიტყვით მაინტერესებს. AI როგორი არის? ხო, ეხა AI ყო სამედიცინოში ყველა საქმეში არის, ხო? მაგის გარეშე ფაქტორი წარმოუდგენელია, მაგრამ აი აი დავგუგლე თემას რა პრობლემებიც ქონდა, ეგ პრობლემები აქვს და ცოტა უფრო მწვავეც რა, ერთი-ორი რაღაც ინტოქსიკაციაც მოხდა, არასწორი რეკომენდაცია მისცა და უბრალოდ ამ AI-ის გამოყენება უნდა იცოდე რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ლაფსუსს უშვებს ისეც, რომ თვითონ იგონებს ტიპი რაღაცეებს, აი მიგითითებს და ვითომ სტატიასაც გილინკავს,
თუ არ გადაამოწმე მე ეს, ანუ მიხვდები რომ მოგონილი რაღაცა. აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს რა. მე მიქნია რამ ბევრჯერ და მგონია რომ არა მარტო მე რა. აი რაღაცა რომ მაინტერესებს უცებ რაღაცა ჭირს სიმპტომები და ვეკითხები ChatGPT-ისთვის მიკითხია რომ აი ეს სიმპტომები მაგ და რა ვქნა რა და ის ძალიან დაალაგებულ პასუხს და ისე მცემს პასუხს და მე ვასრულებ მაგას რა. რამდენად მოსულა ეგ არ ვიცი ანუ აი არ ხო გეუნები უნდა იცოდე რა მაგის შეფასება რა გადამოწმება უნდა იცოდე და აი ჩემთვის მაგალითად ძალიან მე მეხმარება რა ჩემი GPT-ებიც მაგაკეთებ რისერჩი და რაღაცებში ვიყენებ მაგრამ ის თუ არ გადავამოწმე ძალიან ბევრ ლაფსუსს უშვებს რა ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა იყო რა რაღაცაში მოგეხმარება მაგრამ ამის გადამოწმება აუცილებელია რა მიმართულებას მოგცემს მიმართულებას კარგს გაძლევს რა თქვენ არ გიქნიათ ეგ აი რაღაცას რო ეკითხები კაცი მე ჯამრთელი ადამიანი ვარ არც ნეკეცხლის ფოთლის მეშინი არც თაგვის და არაფრის შესაძლოა და ეხლა სამედიცინო კითხვები არ მაქვს ხოლმე იმასთან ChatGPT-სთან მე ჩემი ისმა გაკეთებულ მაგას გაგიზიარებთ ანუ სპეციალურის გავუკეთე რა ChatGPT-ს მიუთითე წყაროები რომ აი ამის გარდა მეტი არაფრიდან არ იმსჯელო რაღაცა შეკითხვას რომ დაგისვამ სამედიცინოთ იმას ანუ general ChatGPT-ზე უფრო სანდოა, მაგრამ ამასაც ჭირდება გადამოწმება რა. ეგ კი არა ისეთები გაეპარეთ, ახლა ამერიკაში ხო ძალიან საინტერესო ის მიდის, რა ის ანტივაქსერი ყავთ, მის მინისტრი აქვს, ჯანდაცვის მინისტრი რეგვენია ეს ტიპი, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით რეგვენია. ხო და მაგათ რაღაცები გამოაქვეყნეს და რეკომენდაციები გამოაქვეყნეს და რეფერენსები რო დაურთეს სამი კვლევა იყო მოგონილი ChatGPT-ს დააწერა სტივებმა აი кайფე ისეთი ისე და მაგათაც აი ეგეთი რაღაცები შეიძლება გაიპაროს. ეხლა ანუ სკოლებში და უნივერსიტეტებში დავალებების წერის თემა ანუ რამდენად არის ანუ ChatGPT-ის პირობებში თემა როგორ გავატარეს ზაფხული ანუ სიტყვაზე პირობითად ვამბობ რა ხო ყველაფერს წერს მასწავლებელს მოყვანთ მე თუ გინდა მასწავლებელს ვკითხავ ანუ საინტერესო რა მეთოდიკით ებრძვიან ბავშვების მიერ ChatGPT-ის აქტიურად გამოყენებას დავალებებში ხო, არ ვიცი. პროცესია. მანდ რა არის? მე არ მგონია რომ ვაფშე უნდა ვებრძოლოთ რა. პირიქით მაგ გამოიყენო რა. უყურე შენ თუ ამაზე რაღაცა ფიქრი რომ ჭირდება მე ერთი სტატიის დაწერაზე თუ რაღაც მომზადებაზე ვიდეოსთვის და რაღაცა თუ მჭირდებოდა სიტყვაზე არ ვიცი 2 წუთი ეხლა მჭირდება რაღაცა 14 წამი. ეგ მესმის, მაგრამ ქართველი თან მით უმეტეს ხო იცი მარტივ გამოსავალს ეძებს ყოველთვის და კი არ იყენებს ამ თულს და დაიხმაროს. თულის სამსახური. ეხა ხვალ გამოცდა მაქვს და ხო გამოსდა. და შენ დაწერე თავი და ხო აი ო მაგას როგორ ებრძვიან არ ვიცი. მაგრამ ისე პროგრამები არის რომელიც გიშიფრავს ChatGPT-ს დაწერილად რა. არის ეგეთი ChatGPT-ს დაწერილი რაც არის იმაშვება შიფრავს? კი. არის პროგრამა რომელიც გეუბნება რამდენი პროცენტით არის ChatGPT-ს დაწერილი. რა ქვია ესეც მაინტერესებს. ეგოცენტრული ადამიანი რა აი ყურადღების ცენტრში 5 წამი არ არის და ეს რაღაცებს კეთება მარტო ოღონდ გულწრფელად ვკითხულობ ეს ამას შვება ყოველთვის რა თუ დიალოგი წავიდა ისე რომ ის მონაწილე არ არის 10 წამის განმავლობაში უკვე ითრგუნება და ლაპარაკებს ხო და რა ფენომენია ეს ხა ბიჭო ChatGPT მახარას სინდრომი და რა ChatGPT მე არ მომწონს ვაფშე მე მგონია რომ შეიძლება მე ხო ანტივაქსერი ვარ ისავა რა ჩიპების კორონას დროს ხო დაირჭე ის ეგრევე შეჩება გამოვიდა თუ ეგრევე თავ მე ვარ რანერი არისეველი ანტივაქსერი ვარ რა კაიგე სუდი ანტივაქსერი აი ცოტა ჩინური ანტივაქსერი ანუ თუ საქმეს დაჭირდა მამენ გამკეთებელი ხარ არა ეგრევე ნევსი არც ეს ამოღებულ ნევზე მე თვითონ შევეჭე შეჩება არც დამიზიდე რომ თვითონ გაეკეთებინა სუდი ანტივაქსერი ცოტა აი იმათ სფეროში ვერა ვარ, კაი, მაგრამ თქვენ ხარეზე ვარ, ოღონდ იქითო ვარ რა. ეგეთები რეალურად არსებობენ, ხო ეს ცუდი ანტივაქსერები. ერთხელ ტიპმა რა არგუმენტი მითხრა, იცი? აფრიკაშიო ვაქცინებიო, იმიტომ შეიტანესო, რომ ხალხის გაწყვეტა უნდათო და შობადობის შემცირებაო და მეთქი რანაირად მოიტანე, რა სისულელეს ამბობ. ეხაო იქო ხო იციო ის ინფექციური სნეულებები რო არისო, 7 ბავშვსაც შენენო და იქიდან მართლა ის არის რა ძალიან ძიმე სიტუაცია იმ 7-დან 3 გადარჩება თუ რაღაცა. ეხლა ამ ვაქცინებს შეიტანენო. ხო და ეს ინფექციური სნეულები აღარ იქნებოდა, ცოტას გააჩენენო. მეოთხე ერთი კარგად დაფიქრდი, ეხლა შე რა თქვი, ეხლა კარგად გაიმეორე ნელა, ცუდი ანტივაქსერი იყო. ცნობილი არგუმენტია, რაღაცა ვერ დგა. ეგ ძალიან ცნობილი არგუმენტია ანტივაქსერების, მაგას აწობიან, რომ ეს ვაქცინა იმისთვის არის და თხოვნა რომ ამოიწვიტოს. არა, ეგ ხო. მე დღემდე მჯერა რომ ეგ ვირუსები იმიტომ არსებობს, რომ რაღაც შეამცირო რაოდენობა რა.
ბიჭო, ვირუსი შეიძლება იფიქრო, რომ რაღაცა გლობალურმა ტიპებმა გადაწყვიტეს, რომ დედამიწას და ჯერ ეს კარგად ცხოვრობენ ისინი ძალიან. COVID ვირუსი არისო, მაგრამ ხო, ნუ თავისთავად იქნება ეგ ვირუსი, კაი, ხელოვნურად შესაძლებელია მაგის შექმნა, ოკეი, კაი, და დაუშვათ თეორიულად არის. ანუ ვაქცინა, რომელიც მოიგონეს იმიტომ და ბევრი წამალი, რომ დღეს რაღაც დაავადებით აღარ კვდება ხალხი. ხო. ანუ უმადურობა არ არის ეს ვინც მოიგონა რომ ეუბნები რომ ძმაო შენ ეს ტრაქში გაიკეთე ეხლა მე ამას არ გავიკეთე. ამათ არ მოუგონიათ მე დრო ბიჭო ეგ ლოგიკაშიც ვერ კაჩავს ეხლა აი თუ კი ფარმა კომპანიები გვებრძვიან რომ კოვიდის ვაქცინები მოიგონეს რომ ხალხი დაეხოცათ ანუ რა თუნდაც მოგონება ანუ პარაცეტამოლში ჩაგიყრიდნენ იმ რაღაცას და ანუ ხო ისედაც იყიდება მილიონი ნემსი რატომ ლოგიკაშიც იჭედებიან არა ვირუსით დახოცილი ხალხი ბევრად არავისთან არ მიდის კვალი რა და ვაქცინით ამატებენ კიდე ვაქცინით თუ მოკვდი შეჩენა რაღაცები მოკვდებიან მაგრამ ვაქცინას თაზებიდან ფულს შოულობენ რა ან რატო შეიძლება რომ მაგ აზრს რატო არა აქვს არსებობის უფლება მაგას ვერ ვიგებ ეხლა მე მაყენებ ის სიტუაციაში რომ მე უნდა ავხსნა რომ რატო არა აი არგუმენტი მოგიყვანა რომელს აი მაგას რომ აზრი გითხარი დიდმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს რომ ვირუსი გაუშვან რა ფული იშოვა რათა არა თან ფული იშოვონ და თან რაღაცა რაოდენობა შემცირდეს რა მაგალითად რატო ანუ მეტი ხალხი მეტი ფულია მაგრამ მე ვხრობი რომ ფული იშოვონ ვიდრე შემცირდეს მეტი ხალხი მეტი ფული შეგახსენებთ რომ საქართველოში ნებისმიერ სფეროში სტომარი რომ მოიყვანო ჩვენს ის რატო არ ვითარდება თქვენ ბიჭო პატარა ბაზარია ანუ ის შენ ხარ მომხმარებელი იმისთვის და რაც მეტ ფულს დაწერ მეტი ფული მოიშოვოს მაგაზრს რატო არა ერთსა ხალხი მოხსენი უკვე არგუმენტიდან ვირუსების პონჩიძახ თუ ვაქცინების ახლა მოიცა ვაქცინებს ხალხის გაწყვეტა მოხსენი არგუმენტიდან აბა მაგაზრსაც აქვს კალამ რაც გითხრა მაგაზე რა პასუხი და მეორე უფრო მეტად მგონია მე ამაზე გიპასუხეთ უკვე მე ამაზე გიპასუხეთ ანუ რატო არ შეიძლება რომ ტიპებმა ვირუსი გამოუშვან რომელზეც მე ვაქცინებს გააძრობენ და ამ ვაქცინებს გაყიდიან და ფული იშოვონ ხო მაგრამ ვაქცინა ღირს $20 და რეანიმაციაში ერთი დღე ღირს 1500 ლარი და რატო გამოუშვება მას მაშინ ის არ მაწყობს მე საავადმყოფოში ბევრი ავადმყოფი მაწყობს საავადმყოფოში არის ყო ბევრი ავადმყოფი შედარებით ნაკლები იყო რო არ ყოფილიყო რა თქმა უნდა იყო მაგრამ შედარებას ვიძახია მაგისტვის რატო გამოვიგონებ როცა პირიქით შემიძლია ვაქცინა არ გამოუშვა და უფრო მეტი პაციენტი მეყო უფრო მეტ ფულს ვიშოვებ მაგ მიმართულებით მაგ რო არ დაიცვან შეჭი რო არ დაიცვან უფრო ლოგიკური შეკითხვა მქონდა მაგ მიმართულებით რა იდეაში თამაშივით მქონდა უნდა გამოეცნოთ მაგრამ მოკლედ სოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი წამალი 2024 წელს იყო კიბოს სამკურნალო რაღაცა კეი ტრუდა, რომელმაც ძალიან ბევრი მილიარდი შემოსავალი დაუწერა რა, რაღაც 24 მილიარდზე იყო საუბარი ერთ წელში მარტო. ხო. ამხელა მაგას რომ მინდა რომ შევეხოთ, რომ ძალიან დიდი მოგება რჩება ზოგადად წამლებზე, ხო? და მაგაზე ვერაფერს ვერ ვშვებით, იმიტომ რომ მოთხოვნა არის და ისინი ადებენ ფასებს როგორც უნდათ. არა, იცი რა, თლად ეგ სწორი ის არ არის. ეხლა წარმოიდგინე, შენ მედიკამენტის შექმნის პროცესი რო წარმოიდგინო. ათეულობით წლები ჩალიჩობ რაღაცას, კვლევებს ატარებ, ეს გიждდება კოლოსალური თანხა. ეგ მესმის, მაგრამ მოგება, მარტო მოგებას რო შევხედოთ, მოგებაც ასტრონომიული არის. ხო არის რაღაც ხარჯი და არ მიიღე, იმიტომ იმ ხელა ხარჯი გაქვს შენ წლების განმავლობაში და აქედან ხო უნდა აიღო ეს ფული. იმ ხარჯსაც იღებს და ზევიდან ბევრი მილიარდი რჩება, ნახე, ეგ ბოლომდე ახალი კვლევებისთვის აჩი. რომ მე სხვა რაღაცა მე თან ახლა ამაც პირდაპირ პაციენტის ჯიბეზე კი არ ვარ, ახლა ნორმალურ ქვეყანაში ის მე სადაზღვევო საწვევა ის და ნუ ლოგიკურია რომ მიიღოს მოგება რა, იმისი არ იყოს. ახლა მე 24 მილიარდი ჯერ არ მიშოვია, ჯერ. მაგრამ ტრეინინგ ცენტრი რო გავხსენი რა, ანუ პირველ დახმარებაზე ეგრე არის, რომ აი უფასო უნდა იყოს, მაგრამ რა აი საიდან მოდის ეს ვერ ხვდები რა და აი დაახლოებით ეგეთი ის არის, რომ ეს მოგება უნდა ნახოს, რა თქმა უნდა რა, ეხა მოგება უნდა ნახოს, მაგრამ მან ხო რაღაცა ისინი არის რა. ეთიკური ზღვარი და აი იმის მარტივად შეუძლია დიდ ფარმაცევტულ კომპანიას ბოროტად გამოყენება იმისი, რომ სხვა გზა არ აქვს პაციენტს. რეალურად სხვა გზა არ აქვს რა, უნდა იყიდოს ეგ რა. ხო, მაგრამ უყურე პაციენტს სხვა გზა არ აქვს, ვიღაცა რა თქმა უნდა გაიჭრიდება სადღაც რა, ცხადია, მაგრამ ძირითადად სადაზღვევოების საწვევა რა. აი ხა მაგალითად ადრენალინი გამოიგონეს ცხვირისაც რა, ანაფილაქსიას და აუ რა კაია ყოველ შემთხვევაში და $230 ღირს რა, 20 თეთრიანი ადრენალინია შიგნით. მაგრამ ვისაც სჭირდება ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში დაზღვეულია და იმასთვის გამოდის $15 თუ რაღაც. ჩვენთან არ არის ამერიკისა და ევროპის ამბებს. მაგ სადაზღვევების გამო არ არის ეგეთი ძვირი როგის წამლები მე. რაღაც პონჩი ძალიან ცუდი პათოლოგიური ჯაჭვია ერთმანეთზეა გადაბმული რა. მაგრამ მეორე მხრივ
აი როგორ დაარეგულირებდი მაგას, რო დაუწესო ამასო შენ ამდენ მოგებაზე მეც არ ნახავ რაღაცა, ის მე შეიძლება ადგეს და ვაფშე აღარ დაიწყოს მაგ კუთხით მუშაობა და მაგ დროს კიდე უფრო მეტი ტიპი გეჭირდება. გონივრული ზღვარი არ არსებობს, რომ მოგება გონივრული ზღვარი, რომ მოგება მესმის თავი შექმნილი პროდუქტია. არა, გონივრული ზღვარი ეგ არის დროზე მაგალითად რაღაცა ეხლა ზუსტად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცა დროის მერე უკვე შენი რეცეპტით შეუძლია სხვა საქმეს გამოუშვას. ცუდი სახელმწიფო. აი დრო და ეხლა იმას ვერ დაუსწრებ. ხება ხალხი, იმიტომ რომ არ უმუსრულყოფს, რომ შენ თუ რამე საჭიროება წამალი გაქვს, ის მოგაწოდოს. პატარა ჯგუფები, აი ეხლა ნახე კორონას შემთხვევაში დასუბსიდირებული იყო ხო ყველაფერი შეიძინა, სადაც არ დაგვჯდომია არაფერი. მაგრამ პატარა ჯგუფები, რომლებსაც აი 50, 100 თუ 1000 ადამიანია, რომელსაც რაღაც კონკრეტული ჭირს, მაგას სახელმწიფო თუ არ დაუფინანსებს, შეუძლებელი ხდება მაგ წამლების შეძენა რა. ევროპაში ეგ წუწუნი არის, რომ აი ჩვენ ვერ ვყიდულობთ წამალს ძვირია. თავობა იმდენად სუბსიდირებს, არა? ანუ მე არ მინახავთ, მე ხა ნუ ისეთ ხალხთან მუშაობ, ვისაც უზრუნველყოფილი ამ დაზღვევებით და იმით რა. და აბსოლუტურად ევროპაში არა, ეგ პრობლემა. ევროპაში ვაფშე ის არის, ეგ კი არა ხა ჩვენიდან ჩადიან და ბარდებიან და იმათ კურნალობენ უფასოდ. ეგ პრობლემა არ არის. ამერიკაში უფრო არის რა, ეხა ის თუ ხარ უსახკარო თუ ხარ და რაღაც დაზღვა რაღაც აი რაღაცა რამდენიმე კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებ, ვერ აკმაყოფილებ უბრალოდ მერე ძალიან იჭყვიტები რა და ფასები არის ასტრონომიული რა. აი შეიძლება ერთი ვენა გაგიკეთოს და გადაგისხას და ის დაგიჯდეს რაღაცა $500-600 ნახევარი საათის შესვლა. მაგრამ აი ეს ისე არის ჩახლართული, მანდ არის პრობლემა, რომ აი წამალი ვერ ვიყიდე თუ არა გაქვს დაზღვევა და რაღაც კატეგორია ხალხის არის, რომელიც ვერ იზავს. ევროპაში ეგ მოგვარებული არის, მან ცოტა მე თუ მკითხავ ცოტა ზედმეტადაც კეთილები არიან. აი ჩვენთანაც არის ეგ პრობლემა. წამალი, რომელიც მესმის იქ რომ რაღაც ამერიკაში რაღაცა სუბსიდირდება და ძვირი არის და სახელმწიფო ყიდულობს, მაგრამ ჩვენთან ხო ეგ წამალი შემოდის ძვირიანი, რომელიც არ სუბსიდირდება რა და იმას გაქვა აქ რომ შენ სახელმწიფოსგან იშოვოს ფული, ეგრე მგონია. ხო რა, მაგრამ ეს სახელმწიფო რაღაც ან დაზღვევა გექნება, ან ის რაღაცა საყოველთაო ის გექნება ის, მაგრამ რაღაც პონჩი ყოველთვის ვიღაცა დაიჩაგრება სამწუხაროდ ეხა. და ამოსავალი წერტილი არის, რომ უმეტესობას მაინც კონდეს ხელმისაწვდომობა, ხო, ესე არის. და ნუ მოკლედ ზღვარი რო დაუწესო რა, ამაზე მეტი მოგება არ ნახო, მე მგონია რომ ეგ გამოსავალი არ იქნება, იმიტომ რომ აღარ დაინტერესდება რა ტიპის. ტიპი იგონებს წამას. ხო და ვინც უნდა გადარჩეს, მენო შეძლოს ყიდვაო, აჩის ეგ მორალური დილემა. მაგრამ ეგ იმის პრობლემა აღარ არის. არა, ნუ ეხა ისეთი შეკითხვა დაუსვი, რომელზეც არ არის მარტივი პასუხი. არა, ხო, ერთი ხო არ არის ახლა მაგ გამოსავალი. 100%-ია და ცალსახავ ხარი არა. ტიპი რო თვითონ ამზადებს რაღაცა რა ფასაც უნდა იმ ფასაც რო გაყიდის ეგ. არგუმენტიც არის მესმის, მაგრამ მეორე მხარეს მეორე მხარეს არსებობს ალბათ სადაზღვევები და სახელმწიფოები, რომლებიც გეხმარება მე ამ წამლის ყიდვაში. ეგ ჯაჭვი იკრება. და შენ იხდი სადაზღვევოში ფულს, რომელიც გიღირს, იმიტომ რომ მე ამაში დაგეხმარება. და ეგ ჯაჭვი უნდა შევკრა, ჩვენთან ეგრე არ არის. მე მეხვეწებოდა ერთ წელი დააზღვე, მანქანა და არ დამზღვევი, იმიტომ რომ მგონია რომ რაში უნდა დამჭირდეს. სამედიცინო დაზღვევა. ეხლა სამედიცინო დაზღვევაზე არა მაქვს ხო და რომ მქონდეს აუცილებლად რომ მეცოდება რომ რაღაცები უფასოდ მაქვს, აუცილებლად მივიდოდი, გადავემოწმებოდი, რაღაცას იმას ვიზავდი. მაგას ქვია ოპტიმიზმის მიკერძოება. როგორია რა, რაღა მე დამემართება რა. ხო და აი კლასიკური მაგალითია. მივმართოთ კომპანიებს რომ მოიტანეთ დაზღვევა, ჩვენ დავეზღვევით. საათ ნახევარია წერთ. ძალიან მართლა გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესოა. არა, შენ ახსე რა საპირებს, აქ ყველაფერი აქ ილაპარაკე, რავი, უკვე ეს არის რა. აი ესე თუ მიაწვევი, აი აქ რაც ვილაპარაკეთ, მე იქაც გადმოყვები, ეხაც უკვე, იმიტომ რომ მაგრა ასწორებს, ვიღაც აი სანდოობას რომ მოიპოვებ ტიპისგან, ექიმისგან და ის რომ მე გულწრფელად რაღაცებს გიხსნის, მაგრა დასწორებს ეგ რა, აი ის იმ საერთო კავშირში აღარ ახარ რა, რომ აი დიახ ხა შენ ეს აი რაღაც ადამიანურ ენას შენ ენაზე რო გიხსნის რა, ერთი-ორჯერ კი გაეპარა ტერმინები, მაგრამ ნუ ანაფილაქსი რაღაცა შოქი. ხო, ხო გავასწორი. ანაფილაქსი შოქი როგორ არის? დაუბრუნდით იმაზე. არა, მე მეცნიერება ზოგადად და სამედიცინო მართულებაც რა თქმა უნდა დარგია ერთ-ერთი ძალიან დიდ პატივისცემ და არანაირ აუგად მე ჩემგან ეგეთი ტალღები არ წამოსულა რომ ბიჭო იქ როგორ არის ეხა იქ მაიცა რა იმას ვენდო და რაღაცა კი არა შეიძლება ენდო ნახე შეიძლება არ ენდო კონკრეტულ ადამიანს იმიტომ რომ იყოს მიკერძოებულ კორუმპირებულ ნიჰილისტური დამოკიდებულება მაცადე ერთი წამი მახარ მაგრამ თვითონ სფეროს, მაგ სფეროს რა, მაგ სფეროს მიმართ არანაირი კრიტიკის ნიშანი არ მაქვს, ანუ ზოგადად. სფეროს მიმართ რატო უნდა ქონდეს? მე ვიზახი საქართველოში ცუდი სიტუაცია ოდნავ. არ გაგიგეთ ხალხი რომ ექიმთან ვაფშე არ მიდიან?
ღმერთს მას დააჭიროთ, რა გინდა მე შეშემაკ. რო ჭირდებათ რო არ მიდიან, არ გაგია კითხვა. აუ ბიჭო, სხვებს ეგ იმათი პრობლემაა, გეხოცე, მე სხვა მეზოხი. კაი. სფეროში არის რაღაცა ჩავარდნები, რასაც უნდა კი ბატონო, რა თქმა უნდა. თუმცა ეს იყო მარტივი მაგალითი, რომ ლიმნიანი ჩაი არ უნდა დალიო. ჩემ პოდკასტში რას ვაპირებ, იცი რომ რა თემაზეც ვილაპარაკებ, მე მექნება მითითებულ რაღაცა დრაივზე რაღაცას გავაკეთებ, სადაც აი ამ ლიტერატურას დავდებ, ვისაც უნდა მე კარგად წაიკითხოს, იმას ექნება წვდომა მაგაზე რა, იმიტომ რომ აი მიუხედავად ამ ChatGPT-ების და Google-ების ეპოქაში რო ცხოვრობთ, აი სანდო სამეცნიერო ლიტერატურა არის ჯერ უნდა იცოდეს ადნახ და მე არც თუ ისე იაფია რა, ეხა ყოველ წელიწადს პირადად მე რამდენიმე $100-დან $1000 ვიხდიან სამედიცინო იმების ასოციაციების გამოწერა, წიგნების ყიდვა, რაღაცა. Google-შიც არის ბევრი რაღაც, მაგრამ აი სუბოლო და ყველაზე სანდო რაც თუ გინდა რამე კონდეს, უნდა გაიშროლო რა, ფარა. ის რესურსებს ხო ამოვიწერ, დავაკოპიერებ და ჩავდებ და მივიწერ თუ უნდა რომ ეს რო YouTube-ი რა ხალხი შემოდის ჩემი რა. მე ვიქნებ ყველაზე მაგარი YouTuber-ი. ეს ფუ პოდკასტი რა თქია მართლა მახარა მოიგონა რამე დაგემშვიდობებით სუმა ინტერესებდა დასაწყისი და უნდა მეგდოთ ეს ნახევრად სპორტული ერქვა ადრე რა იმიტომ რომ სპონსორთან ესე დაჭირდა მახარას რომ დაერქმია და მე ამ პოდკასტის მსვლელობისას მახარამ წამოიწყო ჰეშტეგი რო ფუ კალატოს დაწერეთ კომენტარებში. ან ფუ აი რაღაცა რო არ მოგწონდა და ანუ კომენტარებში ფუ იტრენდებოდა ასე ვთქვათ რა და რო დაიხურა მე ის უკვე ახალი განახლებაზე რო რამდენიმე სახელმა გაიჟღერა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად ავთენტური იყო ამ პოდკასტთან დაკავშირებით და ერთ ამბავსაც მოყვა და დაამთავროთ. ეხლა ამას მახარას გავუხარდი მარტო მე უნდა დავცინო იმას დამცინოს. ბავშვობაში რო ვიყავი. პატარა ვიყავი და პოლიკლინიკაში ვიყავი. ექიმმა ესე გამოგვატანა რაღაცა ცნობა, სადაც ესე ვეწერე. გიორგი კალატოზე დავითის ასული. და დამცინოდნენ ვიღაცები. მე თქვი, ანუ არ დაჟე ზედა ასული რო რამე იყო, არ ვიცოდი და ბიჭო, ანუ იმაში ასული გეგონა. ასული დაწერა. ხო, რა პატარა ჭუჭუ ხონდა, რომ იმას აუ და დიდობაში და გვარჯილას დაუყრდა თუ რა იქნებოდა. აუ როგორ დიდ კაცებს რო პატარა ჭუჭუ აქვს, არ შეგული მერე ვარ. ეხა ყველაფერი გასაგებია. რატო წავიდა ის გაგახსენდა გველესიანის ის რო ქონდა აუ ჩემ ახარ აი ეგეთი ამბავი მოხდა აუ ტიპი ამდენი ხანია ძმაო იმენა ხო და რავი ანუ აუ შენ ბოზებს უნდა წაგიხარ ჯერ პაპილომას აცრა გაუკეთეო აბა შენ რა მითხარი არ გიშველითო პაპილომას ეგ ვისაც დაწყებული გაქვს და შენ თქვი რომ ამას არა აქვს დაწყებული არა მე მგონია რომ პინცეტით აფსავს არა, უკვე ძემი წერია, მე აღარ არის ეგრე. არა, პინცეტი მე მივედი. უბრალოდ რო არ შეეხოს. არა. რომ მივედი ვანახე და კიო ძეხარო უკვე. ექიმს იქ მივედი და კიო, არა, რაღაც. მე ველოდები ჯგუფში აიაით გადაკეთებულ კალას ფოტოს. არა. გიორგი დიდი ბოდიშით მეგობრებო, მაგრამ გასკდა. იმარცია, დაგემშვიდობებით ინფორმაციით, კალას აქვს პატარა ჭუჭუ. დაჩენ თქვენს ნუ დასცემთ ამ ბიჭო ვაფშე არ ამაკ იყო თითები ხო გაგრძელი აი ეს ორი თითი ხო გაგრძელი არა აი გარი მთავარ ენა აბა ენა გაასასწავლე აი ხა შეჩემო უკვე ძალიან ზედმეტები მოგდი შედეგენერატო რა ზედმეტები ბიჭო როგორმე იქნება ხალხი გიყვარს რომ კალა რა მახარ ნეკეშხლის ფოთოლი მოდის ნეკეშხლის ფოთოლი ავიგე შეჩემო აი ხა თუ კიდე ამეცეს მე აი მორჩეთ